როდესაც სული პირველად სხეულდება დედამიწაზე, სული სწავლობს ერთ ჭეშმარიტებას, რომ არასოდეს არანაირ გარე ენერგეტიკულ ეზოთერიულ მისი სხეულის მიღმა არ უნდა შევიდეს კავშირში, გარდა საკუთარი თავისა და გულში უფლისა. თქვენი სხეულის მიღმა რაც არის, ყველა რიტუალი, ყველა მოქმედება არის მუქების მახე. და ეს მახე იმისთვის არის, რომ დაიდოთ ვალები მუქებთან, დადოთ კონტრაქტები გაუცნობიერებლად მუქებთან, იმისთვის რომ აცდეთ საწყის გზას, რისთვისაც აქ მოხვედით. ეს არის დაუწერელი კანონი, რომ არასოდეს არანაირ გარე ძალებთან არ უნდა შეხვიდე კონტაქტში. თუნდაც ჰოროსკოპთანაც კი თითქოს დაბჭყალებში უდანაშაულო რიტუალთან ხუცელზე დაწერეს სრული აგისრულდება, ან ასკეზა, ან რეგრესული ჰიპნოზი, ყველა გარე თქვენი სხეულის გარეთ რაც არის, ყველა ეს წარმოადგენს თქვენი დაჭერის მახეს. დაიმახსოვროთ ეს დაუწერელი კანონი. არასოდეს გარე ძალებთან არ შეხვიდეთ კომუნიკაციაში, არანაირი რიტუალი, არანაირი ჰოროსკოპი, არანაირი სხვა ნებისმიერი, რომელსაც ინტერნეტში ხედავთ, რომ ეს გააკეთე, ის გააკეთე, ესე გააკეთე, აგისრულდება იმ ფურცელზე დაწერე, აგისრულდება იმაზე დაწერე, იმას ის მიეცი, ეს გამოართვი. ყველა ეს არის ბნელების. თქვენ არ ჭირდებათ არანაირი გარე რიტუალები, თქვენ თავად ხართ ძალა და ყველა ის რიტუალი, რასაც თქვენ აკეთებთ, მუქები თქვენ ძალას იღებენ, ამ თქვენი ძალიდან იღებენ დიდი რაოდენობის ენერგიას თავისთვის იტოვებენ და თქვენივე ძალის მცირე ენერგიით გისრულებენ სურვილს და თან გაურკვეველ კონტრაქტს დებთ, რომელსაც შემდეგ გიხდით და მისი გამოწყიდვა რთულია. ყველა გარე რიტუალი ცდილობს თქვენზე მოახდინოს ზეგავლენა. ყველა ცდილობს თქვენს გაბითურებას. ამიტომ, ნუ გააბითურებინებ თავს, რადგან არის გაბითურების მექანიზმები, რომლიდანაც ვერასდროს ვერ ამოხვალთ. ან თუ ამოხვალთ, ან ჯანმრთელობით დაგიჯდებათ, ან ძალიან ძვირად. დღეს სადაც არ უნდა გაიხედოთ, ვისაც თქვენ იცნობთ. ყველა ცნობილი ეს ეზოთერიკოსები, ჰოროსკოპიდან დაწყებული, ყველას აქვს გაყიდული საკუთარი პროტოკოლები, სხვადასხვა რიტუალების შედეგად. ყველა სადღაც გაყოფილი აქვს თავი. ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან და ესეთი მაგალითები აქვს უამრავი. მაგალითად, სადღაც წავიდა ნეპალში და ვიღაცა შამანმა გაწმინდა და ან რაღაც ხვდებით რას გეუბნებით, სადღაც წავიდა და ვიღაც შამანმა რიტუალში გააყოფინა თავი და ან ტელევიზიაში გამოდის, ან თავის გვერდზე დებს და ამით ამაყობს, რომ იცი რა მე ესეთი გამოცდილება მივიღე. რა გამოცდილება მიიღე? შეკარგო ადამიანო, გამოცდილება კი არ მიიღე, შენი პროტოკოლები გაყიდე ვიღაც შამანთან რაღაც რიტუალში გაყავი თავი. და ესე გაყოფილი აქვს თავი, როგორც უმიტევეთ და გაფუჭებულ ადამიანს, უამრავ ადამიანთან რომ სექსი აქვს და სხვადასხვა დაავადებებით სავსეა, ესე არიან ესენი დაავადებული, გაყოფილები აქვს თავი 1000 რაღაცაში და დაჯდება და სულიერებაზე საუბრობს და იცით რა არის და ცხოვრებას გვასწავლის და ვის რა უნდა ასწავლო? ცხოვრება ადამიანო, სად ყოფ თავს? ანაბანა ხო გესმის ეზოთერიაში? ვისთან ყოფ თავს? რა რიტუალებში იღებ მონაწილეობას? ვის ენდობი, ხო? მერე ადამიანი უყურებს ამას და ფიქრობს, რომ აუ რა მაგარია, გასხივოსნებულა. ვიღაც შამანმა წაართვა ენერგია, კიდე ენერგეტიკული ორგანოები ამოაცალა, კაცმა არ იცის და მოდის მერე და მე იქ ვიმოგზაურე და ესეთი სულიერი გამოცდილება მივიღე. შეკარგო ადამიანო, რადგინდა მოგზაურობა, შენში მოგზაურე და იქ მიიღებ ნამდვილ სულიერ გამოცდილებას და არა ვიღაც შამანთან მიხვიდე და რაღაცები გაგიკეთოს. ხვდებით რა ხდება ჩვენს ირგვლივ? თქვენ ამ ყველაფერს რასაც უყურებთ, ეს ყველაფერი არის საფრთხის მომცველი და თავადაც არ იციან რას აკეთებენ ისინი. ეხლა შესაძლოა ეს ადამიანები, ვიზეც ვსაუბრობ, ან ზოგადად ადამიანებმა გაიფიქრონ, რომ ეს რაღაც რელიგიურ ფანატიურ მიდგომით ლაპარაკობს. საერთოდ არ მაინტერესებს რელიგიური მიდგომა. მე ვლაპარაკობ სუფთა ეზოთერიული კანონზომიერების მიხედვით, რომელიც არის ანაბანა. ამას არ ჭირდება განსაკუთრებული ცოდნა, რომ გააცნობიერო, რომ ვიღაცასთან მიდიხარ, რაღაც რიტუალში გაყოფინებს თავს, ჩამოდიხარ მერე და იძახი, რომ სულიერი გასხივოსნება მიიღე. ან სადღაც ჯგუფურად შეიკრიბებიან, რაღაც ახალი მექანიზმები ჩამოიტანა ვიღაცამ და ამოწვევიან რაღაც რიტუალებში გაყოფენ თავს და მერე გამოდის და მე ის ვნახე და მე გავსხივოსდი. რა გასხივოსნდი ადამიანო? ცოტა ცნობიერი ჩართე, რა გასხივოსნდი? შენ გონია მასე სხივოსნდება ადამიანი? რომ სადღაც ვიღე და მივხვდი ცხოვრება რა ყოფილა რაღაც კარგად გააცნობიერეთ, რას აკეთებთ და რაში ყოფთ თავს. საერთოდ არ ჭირდებათ არსად მოგზაურობა, თქვენში უნდა იმოგზაუროთ, შიგნით და იქ იპოვით განძს. ეხლა რა ხდება, როდესაც ერთხელაც კი თავს ყოფთ რაიმე რიტუალში. ზოგადად მუქებს აქვთ ესეთი გამონათქვამი, რომ რადარზე გამოჩნდა. სუფთა ადამიანი არის უხილავი მუქებისთვის. ფიზიკურად ვერ ხედავენ მათ, რადგან არანაირ გარე რიტუალურ მახეში არ გაუყია მას თავი. შესაბამისად, მუქებისთვის ის არ ჩანს. თუ ადამიანს განაყოფი არ აქვს თავი რაიმე რიტუალურ ან მსგავს ენერგეტიკულ მახეში, ეს ადამიანი რადარზე არ ჩანს. ფიზიკურად არ ჩანს, დაცვის ქვეშ არის. აურა გაუშიფრავი არის. რაღაც რაღაც რიტუალებში ყოფ თავს, თქვენი აურები გაშიფრულია. თქვენ უბრალოდ რაღაც რიტუალებში კი არ ყოფ თავს, არამედ თქვენს ენერგიას
ენერგეტიკულ სხეულზე GPS გადამცემი მაგრდება, მარტივ ენაზე რო გითხრათ. და უკვე მუქებმა იციან თქვენ სად ხართ, როგორ ხართ და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ადამიანი სუფთა არის, ის არ ჩანს რადარზე, ვერ ხედავენ ფიზიკურად. ხშირი არის რომ მაგალითად ადამიანმა თუ გაყო რაღაც რიტუალში თავი, რადარზე გამოჩნდა. მუქებმა იციან გაშღერება რომ ჩვენს რადარზე გამოჩნდა, გულისხმობს რომ უკვე ხედავენ. ამიტომ მოერიდეთ ყველანაირ გარე რიტუალებში მონაწილეობას, რომ უბრალოდ მუქების რადარზე არ გამოჩნდეთ, რომ მათთვის ადვილი სამიზნე არ გახდეთ. ამიტომ ერთი რაღაც დაიმახსოვრეთ. ყველა გარე რიტუალი, ყველა გარე ძალა ცდილობს თქვენს მონიშნას, რომ შემდეგ თქვენზე ინადიროთ. ამიტომ არანაირ გარე რიტუალში არ გაყოთ თავი. ნუ უყურებთ ამ გარე ეზოთერიკოსებს. ყველა ვისაც თქვენ იცნობთ, ვინც სუფთაც გგონიათ, ყველას თავი აქვს გაყოფილი სადღაც. იმიტომ რომ თავიდან ყველა ეზოთერიკოსი ვინც იწყებს, ყველა იწყებს რაღაც რიტუალებით. არავის არ უნდა რატომღაც დაიწყოს სუფთად. რომ რაღაც სულიერები დაიწყოს, არავის არ უნდა რატომღაც. იმიტომ რომ ისინიც მახეში ებმებიან ალბათ, იმიტომ რომ არც არავინ ყოფილა რომ ამაზე ესაუბრა მათთან. ამაზე მათთან არავის არ უსაუბრია, მე რაზეც გესაუბრებით. ამიტომ იყავით მხიცლში ამ ნაწილში. მაგრამ თუ მაინც გარკვეული ზეგავლენის ქვეშ მოიქეცით, შეცდომა დაუშვით არა უშავს. ყოველთვის გაქვთ თქვენ გზა, იპოვოთ შუქისკენ გამოსავალი. და დაიმახსოვრეთ, რაც არ უნდა ნახო ან რაც არ უნდა ზეგავლენა გქონდეს შავი ძალების, მნიშვნელობა არ აქვს. რადგან საბოლოოდ წყვეტ შენ და შენი ნება. რას დაექვემდებარო, რას არ დაექვემდებარო და ასე შემდეგ. ამიტომ შენი რჩევ, შენი ნებით ექვემდებარები თუ არა ნებისმიერ ზეგავლენას ეს შავი მაგიის ჯადო იქნება, ასტრალური ზემოქმედება იქნება თუ სხვა ნებისმიერი ზემოქმედება იქნება. შენ აკეთებს საბოლოო გადაწყვეტილება, შენ ხარ საბოლოო საჯული. თუ რა გადაწყვეტილება მიიღო. შენ ხარ საბოლოო გადაწყვეტილების მეფე. რაც არ უნდა წავაგოთ ჩვენ სიზმარში, რაც არ უნდა წავაგოთ ასტრალში, რაც უნდა წავაგოთ ხილვაში და რაც არ უნდა გვაჩვენონ, როგორც არ უნდა დაუმარცხდეთ ამ რეალობაში. რა გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ, რასაც ვექვემდებარებით. ამას აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველაზე მეტი გაცნობიერება ჩვენ აქ გვაქვს და ყველაზე მეტი ნება ჩვენ გვაქვს აქ. შესაბამისად, ჩვენ ხელშია ნება და ჩვენი გადაწყვეტილება არის უპირველესი ნებისმიერი გარე ზემოქმედების ენერგიის მიმართ. ჯერ არის გარე ზეგავლენა და შემდეგ ჩვენი გადაწყვეტილების შედეგად გარე ზეგავლენის აღსრულება. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება არის უპირველესი. ამიტომ ნებას აქვს უდიდესი ძალა ჩვენთვის. ჩვენი უდიდესი არტეფაქტია ნება. უფლის გამოცემული და იცოდეთ ეს, რომ ნება არის თქვენი უდიდესი ძალა. როგორ უნდა გაბატონდეს ჩვენში ჩვენი ნება და როგორ უნდა იყოს ძლიერი ნება. ადამიანს მუქთან ბრძოლაში გააჩნია მთავარი იარაღი, მშვიდი. ადამიანის მთავარი დამამარცხებელი იარაღი მუქისგან არის სტრესი. შვიდი არის ერთადერთი და განუმეორებელი ძალა თქვენში. იცოდეთ, რომ თქვენი სტრესი არის თქვენი დამარცხების გარანტი. თქვენი მშვიდი არის გამარჯვების გარანტი. მარტივი დებულება დაიმახსოვრეთ. მშვიდი არის გამარჯვების გარანტი მუქთან. სტრესი არის დამარცხების გარანტი. სულ რომ არაფერი არ იცოდე ეზოთერიაში, საერთოდ რომ არაფერი არ იცოდე, ერთი საწყისი პარამეტრი რომ იცოდეთ, თქვენ ვერასდროს ვერ დამარცხდებით. და ეს პარამეტრი არის სწორედ ეს, რომ შვიდი არის თქვენი გამარჯვების მთავარი მექანიზმი, ხოლო შიში და სტრესი არის თქვენი დამარცხების მთავარი მექანიზმი. რატომ? რადგან შიშის დროს თქვენი თავდაცვითი მექანიზმები სუსტდება და კარებს უღებს მუქს შიში. შვიდი კარებს უკეტავს მუქს, რადგან შვიდი არის უფლის მდგომარეობა. რაც შეეხება ნებას და ნების გაძლიერებას. იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწა განსაკუთრებულ ენერგეტიკულ ველშია შესული, როგორც კოსმიურად, ისე ენერგიულად და იქიდან გამომდინარე, რომ შუმანის რეზონანსი იზრდება, ჩვენს სიტყვას, ჩვენს ნებას, ჩვენს ფიქრებს და ჩვენს ყველა ენერგეტიკულ გაზმანებას აქვს უდიდესი ძალის აღსრულების კოეფიციენტი და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ამ პარამეტრებს ჩვენში ემატება ძალა. ჩვენი ნებაც ძლიერდება, ჩვენი სიტყვაც ძლიერდება. თუ მაგალითად 30-50 წლის წინ ჩვენ სიტყვას არ ქონდა ისეთი ძალა ჩვენს ნებას და ჩვენს ფიქრს, ეხლა გეომეტრიული პროგრესით იზრდება ჩვენი სიტყვის ძალა, ჩვენი ფიქრის ძალა, ჩვენი ნების ძალა. ამიტომ ეს ფაქტორი ძალიან გასათვალისწინებელია. ეხლა რა შეეხება მუქებს და მათ პროტოკოლებს. ხშირად არის სიტუაცია, რომ ადამიანები ძალიან ბევრ ხილვებს ხედავენ, სხვადასხვა მთავარ ანგელოზებს ხედავენ, ურთიერთობენ მათთან და ვერ გაურკვევიათ ეს რა არის. მთავარ ანგელოზია, მაღალი იერარქიის არსია თუ სხვა რა არის ეს ყველაფერი, ხო ამდენ რაღაცას რო ხედავ. აქ ეხლა უნდა გააცნობიერო ერთი მთავარი ფაქტი. თუ რამე გაწუხებს და თავს გაბეზრებს, ზედმეტად იჩენს ყურადღებას, ეს არ არის მაღალი იერარქიის. მაღალი იერარქიის არსი, ანგელოზი, ნებისმიერი მოვლენა ხდება რამდენჯერ
ჯერმე და მორჩა. რადგან ნება, როგორც უკვე დასაწყისში აღვნიშნე, არის ადამიანზე ბოძებული მთავარი არტეფაქტი სიყვარულის შემდეგ. სიყვარული და ნება არის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული და თანაბარი ძალის არტეფაქტები. ნება არის სამყაროს მფლობელობის არტეფაქტი, სიყვარული არის თვით სამყაროს არსი, რადგან თვით სამყარო არის ჰარმონიაში, ბალანსში, ქაოსის ბალანსია. ნება რას გულისხმობს? რატომ არ არის ეხლა რომ უფალი პირდაპირ ადამიანს არ ეუნა, მიდი მარცხნივ წადი, მიდი მარჯვნივ გადადი, ეს გააკეთე, ის გააკეთე, იმიტომ რომ ეს რო გააკეთოს, უფალი დაარღვევს თქვენს უპირველეს არტეფაქტს, რაც გიბოძათ და გვიბოძათ ჩვენ და ამას არასოდეს არ იზამს უფალი. ამიტომ უფალი აკეთებს ირიბად ყველაფერს. გვთავაზობს უფალი ჩვენ. გზას კი არ გვეუბნება, რომ ესე წადი, ისე წადი, ასე გააკეთე, ისე გააკეთე, არამედ გვთავაზობს ნათელ გზას. მაღალი იერარქიის არსებიც გვთავაზობენ და ერთხელ რომ შემოგთავაზებს, მერე უკვე 10 ჯერ და 100 ჯერ კი არ მოდის და კი არ გაწუხებს. ერთი რაღაც გააცნობიერეთ. პირველი ფაქტი, თუ რამე თავს გაბეზრებთ, ეს არ არის მაღალი იერარქიის არსი. მეორე ფაქტი, ერთი მოსვლის შემდეგ, თუ რამდენიმე ხანში ვერ გააცნობიერეთ მიზეზი, ესე იგი თქვენ ქსელში გაბამთ რაღაც დაბალი არსი. რადგან მაღალი იერარქიის ხილვა იქნება ეს, აზრი იქნება თუ სხვა დანარჩენი, თქვენ ამ ყველაფერს ბუნებრივად გააცნობიერებთ ყოველგვარი გონების დაძაბვის გარეშე. ხოლო ის ადამიანები, ვინც თვეები და წლები რაღაც ხილვებს ხედავენ და აზრი ვერ გამოაქვთ და შოუთი არიან დაკავებული, ის ადამიანები არიან შემჯდარი ხილვებზე. და ხილვებზე თქვენ არასდროს არ შეგხვდით უფალი. რადგან ხილვებში და ამ სასწაულების ყურებებში თქვენ ვერაფერს ვერ სწავლობთ, უბრალოდ იყინებით ერთ პოზიციაში. და სწორედ მუქს ეს სურს. იცით რატომ? არიან ადამიანები, რომელსაც მუქი ვერ ერევა. და ერთადერთი გზა რაც აქვს, რომ გაყინოს ერთ ადგილზე. და ამას ახერხებს იმით, რომ უბრალოდ რაღაც ზებუნებრივ შოუებში ყინავს, რაღაც ჩვენებებს აძლევს, რაღაც ხილვებს აჩვენებს და ეს ადამიანი საერთოდ არ ვითარდება. არც წაკითხვა უნდა რამის, არც განვითარება უნდა რამის, უბრალოდ როგორც ნარკოტიკი ხილვებზე ზის, როგორც ნარკომანი. და უფალი და მაღალი იერარქია ამას არასდროს არ გააკეთებს. უფალი და მაღალი იერარქია ერთხელ გაჩვენებს გზას და მერე შენ იმ გზაზე წახვალ და უკვე ყველაფერი ისე ხდება, საერთოდ ჩარევა არ ხდება. ამიტომ ერთი რამე დაიმახსოვრეთ, თუ რამე გაბეზრებთ თავს და თუ რამე ხილვებზე გსვამთ და ამ რაღაც და რა მაგარია და თვალები დაჭყეტილი რო ხართ და ემოციებით გადატვირთული მერე ტირილი სურვილი გააქვთ. ეს ყველაფერი არის მუქის. განაცნობიერეთ ეს. ხო, ახლა მაგალითად ერთი ადამიანი მწერს, რომ მთავარანგელოზ გაბრიელზე რომ მთელი ტელემუნდოს სერიები აქვს. ჩემს გვერდით ეძინა, დილამდე ჩემთან იყო, ესე იგი იმდენად მოცლილია მთავარანგელოზ გაბრიელი, რომ მასთან ერთად ათენებს ღამეებს. თან მის ცხოვრებაში რაიმე კრიტიკული და დამანგრეველი არაფერი არ ხდება. რომ მართლა რომ მთავარანგელოზი გამოჩნდეს, მის ცხოვრებაში რომ დაცვა ჭირდებოდეს. არც სტრესი აქვს, არც უბრალოდ აი ნარკოტიკული ეიფორიულ მდგომარეობაში ამყოფებს. ეს რაღაც არსი, რომელიც ინფორმას იღებს, რაც ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ხა იმან თავის სახე აჩვენოს, საწოლში გვერდით კი არ დაიტოვებს დილამდე ეს ადამიანი, არამედ გააძევებს. საკმარისია განზრახვით უთხას განვედ ჩემგან, რომ იმხელა ენერგიას გამოტყორცნის ადამიანი თავისი ნებიდან გამომდინარე, რომ იმის გაიქცევა. ამიტომ აი ეს პროცესები მიმდინარეობს. ის ადამიანები, რომლებიც აი ამ მთავარანგელოზე გაბრიელთან ურთიერთობ, საუბრობ, გუშინ ყავადავლიე მასთან ეხა უტრირებულად ვამბობ. ეს ყველაფერი არის სიცრუე. თქვენთან მთავარა გაბრიელი და ანგელოზი ყავას არ დალევს, იმიტომ რომ არ შეიძლება თქვენთან პირდაპირი კომუნიკაცია და ესეთი კომუნიკაციები აკრძალულია ნებაში შეჭრა. და თქვენ ეხა იცით როგორ წარმოგიდგენიათ მაღალი იერარქიის სამყარო და ზოგადად ის სამყარო, რომელიც არამატერიალურია, რომ რაღაცა შეცდომას დაუშვე და მე რა მოხდა. თქვენ ვერაცნობიერებთ რა კომფორტში მოხვდით დედამიწის სახით ამ ფორმაში, რომ დედამიწაზე სანამ ხართ შეცდომების უფლება გააქვთ. ჩვენ დედამიწაზე გაცნობიერებული არ გვაქვს ჩვენი ნების ძალა, მაგრამ მაღალი იერარქიაში და ასტრალურ განზომილებაში და სხვა განზომილებებში ნების ძალას ისეთი პასუხისმგებლობა აქვს, ერთ არასწორ გადაწყვეტილებაში სული უსასრულობაში იხდის ვალს. აქ უფალმა მოგცა შანსი, რომ რაღაცეები გამოასწოროთ, რადგან თქვენ გაცნობიერება არ გაქვთ საკმარისი, მაგრამ იქ თქვენი შეცდომა არის უსასრულო, ვეღარ სწორდება, მარტივად გეტყვით. ანგელოზმა რო დაარღვევს, ჯერ ვერ დაარღვევს კანონს. თავისი არსიდან გამომდინარე ვერ დაარღვევს. რომ ესე დილამდე თქვენთან ერთად იწვეს ან გელაპარაკოს და ყავა დალიოს თქვენთან ერთად და გეჭუკჭუკოთ. ესეთ რამეს ვერ გააკეთებს. მის სუბსტანციაში არ შედის ეს, მაგრამ მაინც თუ ეს კანონი დაარღვია, ის ამას გადაიხდის უსასრულოდ. ესმით აი ხა წარმოიდგინეთ რაღაც რო დააშაოთ, უსასრულოდ რომ გადაიხადოთ. ამიტომ ასეთ შეცდომებს არავინ არ უშვებს ზემოთ. გაცნობიერებლად არ აკეთებს. და იქიდან გამომდინარე რომ ბევრ ადამიანს მიაჩნია რომ აუ მთავარანგელოზ ვეჭუკჭუკები ან იმ მაღალი არსის იმას ვეჭუკჭუკები მელაპარაკება თან რეებს ელაპარაკება. რომ მოისმინოთ და ისეთი ხრიკებით ელაპარაკება, რომ მოისმინოთ. ნელა აკეთებს ადამიანის დაბინძურებას. და როგორ აკეთებს ახლა მაგას საფეხურებად ზემოთ გავშლი. რამდენიმე კატეგორიის დემონები არსებობენ. პირველი
პირველი კატეგორიის დემონი, რომელიც დიდ დროში თამაშობს. მეორე კატეგორიის, რომელიც დამშეული არის და გაწამებს ადამიანს. ნახეთ, არ არის აუცილებელი, რომ თქვენ დემონმა გაწამოთ. საკმარისია თქვენ მიზანს აგაცდინონ იმ მომავლის გეგმაში, რაშიც უნდა მოხვდეთ და თუ ამას გააკეთებს იმით, რომ უბრალოდ სასწაულებზე შეგსვამთ და რაღაც შოუებს გაჩვენებთ ვიზუალების სახით და თქვენ ამას მიყვებით, თქვენ უკვე აღარ ვითარდებით. თქვენ აღარ გინდათ განვითარება და მოკლედ რო ვთქვა, აცდით თქვენ შემეცნების მიზანს, თქვენი გაცნობიერების მიზანს, აცდით ამ ყველაფერს და ესეც უკვე იმხელა დანაკლისია თქვენი სულისთვის, რომ საერთოდ არ ჭირდება რო გაწამოთ და გაწვალოთ. უკვე აკაცდინა გზას, იმიტომ რომ შენ სასწაულებზე კი არ უნდა კონცენტრირებულიყავი, შენ შემეცნება უნდა მიიღო, გაცნობიერება მიიღო, გაძლიერებულიყავი, ეს გეკნა, მაგრამ ამის ნაცვლად ზიხარ და მონიტორზე შოუებს უყურებ ხილვების სახით და ბევრი ფორმა არსებობს ჩვენი გზის აცდენის. წვალება, არ წვალება, უბრალოდ გათიშვა, უბრალოდ ნეიტრალში ყოფნა. ნეიტრალი არის უკუსვლა. სამყაროში არ არსებობს ნეიტრალი. ან წინ მიდიხარ, ან უკან. თუ ჩერდები, გეწევა უკანა სამყარო, იმიტომ რომ მთელი სამყარო წინ მოძრაობს. ნეიტრალი არ არსებობს და სწორედ ეს არსები იმას, ვისაც ვერ ერევიან, ცდილობენ რომ შოუებში ჩასვან, ხილვებში ჩასვან, რადგან ვერ ერევა. აი, მარტივად გეტყვით, წარმოვიდგინეთ ახლა დევი, რომელმაც უნდა გაიაროს გზა რაღაც და უნდა მიაღწიოს გზის დასასრულის X, სადაც გაიმარჯვებს. და ახლა ჩვენ ამ დევს ვერ გავაჩერებთ ვერანაირი ძალით. ვერაფრით ვერ ვაჩერებთ. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვუცეკვოთ და შოუები ვაჩვენოთ, რომ გაჩერდეს ეს დევი და აღარ გააგრძელოს თავისი გზა. ვუცეკვოთ, ფოიერვერკები ავისროლოთ, რომ იქ ფინიშის გზამდე არ მივიდეს. და ისიც ჩამოჯდება და უყურებს ამ შოუს. აი ზუსტად ესეთი რაღაცეები ჭირთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხილვებზე ზიან. ხილვები კიდე უნდა განარჩიოთ. აი რაღაც არსები რო კომუნიცირებენ მათთან. სიზმარხილვიდან, ისე სხვადასხვა გზებიდან. გესმით და განვითარებას არ უთმობენ დროს. მთელი დღე ფიქრობს იმ ხილვაზე, მთელი დღე ფიქრობს, ეს რა იყო? დრო დაილაპარაკები. საერთოდ არანაირი შემეცნება არ აქვს, იმიტომ რომ ყოველდღიურად ამ შოუზე ფიქრობს. ეს ადამიანები გვანან ისეთ დევებს, რომლებიც პატარა ჭიანჭველამ გააჩერა, იმიტომ რომ ვერ ერევა, იმიტომ გააჩერა და მთელი დღე ამ ჭიანჭველის ყალბ ცეკვებზე ფიქრობს, შოუ რაც აჩვენეს და დაავიწყდა საერთოდ რისთვის მოვიდა და რა შემეცნება უნდა მიიღო და რა გზის საწყისის პიკთან უნდა მისულიყო. ამიტომ არანაირ არს არ მიცეთ ხილვებზე შეგსვან და ნუ იქნებით ისეთი დევის პოზიციაში, რომელსაც ნაცარქექიის მსგავსი რაღაც პატარა ჭიანჭველის მიკრობის მსგავსი გაჩერებ, თქვენი გზის გასავლელად, რომელიც უფალმა მოგცათ და გაჩერებ და უბრალოდ მონიტორს გირთავთ და თქვენ ამას უყურებთ და ჰიპნოზში ყავხართ. ამიტომ ჰიპნოზში არანაირი ხილვებს და ზეგავლენებს არ მიცეთ საშუალება. როგორ აჩერებს დევს ადამიანს, რომელიც ძლიერია და როგორ ყინავს ერთ ადგილზე. ჯერ აჩვენებს ისეთ ხილვებს, რომელიც ამ ადამიანს მოეწონება. საერთოდ ნეგატიურ ხილვებს არ აჩვენებს. ამ ხილვების პროცესში არსად არ ჩქარობს. გავიდე შეიძლება 1 წელი, 2 წელი, არ ეჩქარება. რადგან თქვენ თუ ვერ გერევათ ვერც ერთი მუქი, პირდაპირ თავდასხმის დროს და სტრესში ვერ გაგდებთ, ეს გულისხმობს, რომ თქვენს ანგარიშზე დევს მილიონობით ენერგია. რაც უფრო მეტს მოითმენს და მოთმინებას გამოიჩენს ეს მუქი და დიდ დროში გაწელავს თქვენი გათიშვის პროცესს, მით უფრო დიდ შედეგს მოსავალს აიღებს. და ამას აკეთებს დიდ პერიოდში. ზოგი მუქი წლების განმავლობაში დევს ბიზნეს გეგმას თქვენში. შედარება რო გავაკეთო. და ჯერ იწყებს რაღაც შოუების ჩვენებას, ნენელა მოგწონთ ყველაფერი, არანაირი წინაღობები არ გაქვთ. მერე უკვე აზრის კითხვას იწყებთ, რომ აზრზე კითხებით, აბა ეს რას ნიშნავს, ესეა, მერე გუნება ხო ესექენი. ჯერ კითხულობ ესე უკნა კითხვას ვამ, კი ესექენი. მერე უკვე ნენელა უკვე ახლობელი ხდება და მერე უკვე გეუბნებათ ესექენი, ისექენი. კარგს გეუბნებათ, ცუდს არ გეუბნებათ. არაშავებს არაფერს, კარგს გეუბნება ესექენი, ისექენი. და კარგ შედეგებს იღებთ. კარგს გეუბნებათ, იმიტომ რომ დიდ დროში დევს თქვენში რესურსებს და მერე უკვე ისეც გეუბნება ისექენიო, რომ უფლის მიერ გამოგზავნილ ნიშნებს აცდეთ. და მერე უკვე თქვენი ნება ქრება საერთოდ. ეხლა შეიძლება ბევრმა ვერ ამოიცნოს ამაში საკუთარი თავი და არა და ამ მდგომარეობაში იყოთ. სხვადასხვა ფორმაში შეიძლება იყოთ თქვენ, გესმით და ვერაცნობიერებდეთ ამას. იმის თქმა სურს, რომ ბევრი ფორმა გააჩნია იმას, რასაც მე ეხლა უყვები. იმიტომ რომ მე ყველა ფორმას ხო ვერ ავწევ ამ ვიდეოში. შენი ნება არავის არ უნდა მიცე საერთოდ. არც მე, არც მეზობელს, არავის არ უნდა მიცე შენი ნება. რადგან შენი ნება გეკუთვნის შენ და უფალს. უფალსაც არ ეკუთვნის შენი ნება რეალურად. მაგრამ შენი ნება უნდა გახდეს უფლის ნება. თუ გინდა რომ გადარჩე და თუ გინდა რომ გაიზარდო და თუ გინდა რომ ეზიარო დიდ ძალებს და დიდ სიყვარულს. ამას შესაძლოა. შენი ნება უფლის ნება კი არ არის და უფალს კი არ ეკუთვნის შენი ნება. შენი ნება უნდა იყოს უფლის ნება, რადგან ეს შენ გჭირდება პირველ რიგში. ამაშია საქმე. თუ მაინც და მაინც ჩემი დაჯერება გიჭირთ, რომ ეს არ არის რატო შეიძლება მუქი იყოს, მარტივი ტესტი გააკეთე. აი რაღაც ხილვებს ხედავთ ხო და რაღაც ხილვებს ხედავთ, ეხლა ესეც უნდა გაარჩიოთ რა ხილვა რა არის და საერთოდ არსი რომელიც მოწეპებული ყავთ და კომუნიცირებაშია თქვენთან, ეს
რა არის? მე ამაზე მაქვს საუბარი. არსი რომელიც რაღაც ფორმებს იღებს და თქვენთან კომუნიცირებს და მთავარ ანგელოზი ვარ ან ანგელოზი ვარ ან ისა ვარ ესა ვარ რომ გეუბნებათ. ერთი რაღაც გააკეთეთ და პასუხი მოგივათ. უთხარით რომ სანამ მე არ გეტყვი მაქამდე არ გამოჩნდე. გავიდეს ერთი თვე, ორი თვე კი არა არ გაჩერდება ის. ის არ ღვევს თქვენს ნებას. მაღალი იერარქიის არსი, რომელსაც გაუჟღერებთ რომ მე როცა გეტყვი მაშინ გამოჩნდი. მას უბრალოდ ფიზიკურად არ შეეძლება რომ ამ თქვენს ნათქვამს არ დაექვემდებაროს. მაგრამ მუქი ამას არ დაექვემდებარება და პირიქით არ შეწყვეტს თქვენთან კომუნიცირებას. თქვენ ესე შეგიძლიათ დატესტოთ რასთან გაქვთ საქმე. თუ არ გინდათ ის ხილვები ან ის კომუნიკაციები რაც თქვენთან ფიქრებში ან აზრებში შემოდის, უთხარით რომ მე არ მინდა თქვენთან კომუნიკაცია სანამ მე არ გეტყვი. და მეორე დღეს და მესამე დღეს და მეოთხე დღეს და მეხუთე დღეს თუ გექნება, ხო, ესე იგი ჩათვალე რომ არ გაქვს შენ მაღალი იერარქიის არსთან საქმე. ის არ ღვევს პირდაპირ შენ ნებას. და შესაძლოა გაგთიშოს კიდე სხვადასხვა ხილვებით კიდე და დაგაუწყდეს საერთოდ ისიც რომ რა გაუჟღერე ერთი დღის წინ რომ არ მინდა შენთან კომუნიცირება. გესმით? ამასაც ანალიზი უნდა გავუკეთოთ. მარტივად გეუბნებით. ხშირად არის გვერდითი შედეგი, უბრალოდ ამ შედეგს ადამიანები ვერ უკვირდებიან. საერთო პატერნი რა აქვს, რომელიც გაბრიელის და სხვადასხვა ანგელოზის ფორმებს იღებს. ყველას აქვს ერთი სიმპტომი. ხილვის და ამ კომუნიკაციის ბოლოს რატომღაც ეწყებათ კანკალი და ცრემლის სურვილი და ტირილის სურვილი და მაგრამ ამას იმდენად არ აქცევენ ყურადღებას, რომ ავიწყდებათ საერთოდ ეს ტირილი, კანკალი და ეს შეგრძნება რისი თავარი გამოვლენის ფაქტორია. რისი ნიშანია ეს? ადამიანი უყურებს ამ ხილვებს და ამ ხილვებს და მუქის ზეგავლენას აქვს ერთი ეფექტი. ტირილის შეგრძნება გიჩნდება. მუქის ხილვის დროს ან სიზმრიდან ან ისე ან ასე ყოველთვის გიჩნდება ტირილის შეგრძნება. ეს არის მისი ენერგეტიკული კვალი, რასაც ტოვებს ადამიანში. ანგელოზთან გადაკვეთისას, მაღალი იერარქიის არსთან გადაკვეთისას, სულიერად მაღალ ადამიანთან ფიზიკურად გადაკვეთისას, მოკლედ რომ გითხრათ, ყველა მაღალი ენერგიის არსთან ადამიანი იქნება ეს თუ ანგელოზი თუ სხვა დანარჩენი, მის გვერდით, როდესაც ის თქვენ ესაუბრებათ და თქვენგან შემდეგ თუნდაც მიდის, თქვენში რჩება შეგრძნება 7-ის, სიძლიერის და სიყვარულის და ბალანსის და არანაირი ტირილის სურვილი არ გიჩნდებათ. იცოდეთ ეს. ეს არის მაღალი ენერგიის გვერდითი ეფექტი, მაგრამ როდესაც თქვენ მუქის ხილვებს ხედავთ, ან მუქის სიზმარს ხედავთ, ან მუქ ადამიანთან გადაკვეთა გაქვთ, მასთან კომუნიკაციის შემდეგ თქვენ გიჩნდება ტირილის სურვილი შეგრძნებით. ამიტომ შეგრძნება არის მთავარი ნიშნული თუ რასთან გაქვთ საქმე. განმეორდები ამას. გესმით და ძალიან ხშირია. მაგალითად მოსულან და იცი რა ამ სულიერმა ქოუჩმა ესეთი რიტუალი გავაკეთეთ, გული შემიწუხდა, ცუდად გავხდი, კანკალი დამეწყო ყბის, მოკლედ ყველანაირ შავ რიტუალს აღმიწერს მუქის ზეგავლენის და ამბობს რომ ეს თავარ ანგელოზ გაბრიელზე გავაკეთეთ ეს რაღაც რიტუალი და თავარ ანგელოზი გაბრიელი ვნახეთ, ანუ ხვდებით შოუ ახსოვს და ის კი არ ახსოვს. რა ეფექტი დაუტოვა. რადგან ვერ ხვდება ის რასთან მქონდა საქმე, რადგან შოუზეა კონცენტრირებული. მარტივად გეტყვით, არასოდეს შოუზე არ კონცენტრირდეთ. თუ რამე ხილვას ხედავთ, თუ რამეს ხედავთ, 7-ით იყავით და დააკვირდით რა შეგრძნებას გიტოვებს და საბოლოოდ რა გრჩებათ ხელში შეგრძნების სახით. ასევე დააკვირდით რა პასუხები მიიღეთ. პასუხები თუ არაფერი არ გაქვთ, ჩათვალეთ რომ რაღაცა გთიშავთ. და რატო არის აკრძალული ესე ჩარევა ადამიანის ცხოვრებაში? რატო არ არის უფლიდან რომ ანგელოზები უნდა მოვიდნენ, გეჭუκჭუკონ დილამდე თქვენთან და რაღაცები გესაუბრონ? რადგან ანგელოზი არ არის თქვენი ცხოვრების მთავარი პერსონაჟი. უფალი არ არის თქვენი ცხოვრების მთავარი პერსონაჟი. თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მთავარი პერსონაჟი შიგნით და იქ არის უფალი თქვენ შიგნით. თქვენი მთავარი ცხოვრების პერსონაჟი თქვენს თავშია შიგნით უფალი და არა გარეთ. შიგნით თუ არ იპოვე თქვენში უფალი და გარეთ თუ იქნები კონცენტრირებული სასწაულებზე, ხილვებზე და მსგავს რაღაცეებზე, თქვენ ვერ იპოვით უფალს, რადგან უფალი გარეთ არ არის. ამიტომაც უფალი თქვენ არ გიგზავნით ანგელოზებს რომ გეჭუκჭუკოთ დილამდე. იმიტომ რომ უფალს ნამდვილ არს თქვენ გარეთ ვერ იპოვით. თქვენ იპოვით შიგნით. ამიტომ უფალს აქვს კონკრეტული კანონზომიერებები, რომლებიც თქვენ გიცავთ და რომელიც იმისთვის არის, რომ თქვენში იპოვოთ უფალი და თქვენი თავი იპოვოთ და თქვენ ამას ვერ გააკეთებთ გარეთ თუ ხართ კონცენტრირებული, გარე სასწაულებზე თუ ხართ კონცენტრირებული, შოუზე თუ ხართ კონცენტრირებული. ამიტომ მიცოდეთ, რომ უფლიდან არ არის გამოგზავნილი თუ რამე თქვენთან კომუნიკაციაში შედის და საათობით გელაპარაკება. რადგან ის იღებს თქვენს ყურადღებას, თქვენს ენერგიას და ეს ყურადღება და ენერგია უნდა იყოს თქვენში
თავში შიგნით მოქცეული. თქვენ თუ რამე დროს გართმევთ კომუნიკაციაში თან ხილვების სახით ან სიზმრიდან, მას უბრალოდ თქვენი ენერგია მიაქვს თქვენი ყურადღების შედეგად. და თქვენი ყურადღება უნდა იყოს თქვენს თავში შიგნით მიმართული, რომ შიგნით დაინახო უფალი, რადგან იქ არის შიგნით, თქვენშია. ამიტომაც უფალი არ გიგზავნით თქვენ ანგელოზებს, რომ ანგელოზები ან თავარ ანგელოზ გაბრიელი გახდეს რაღაც შოუ ვარსკვლავი თქვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ თქვენ ხართ ვარსკვლავი და თქვენ შიგნით არის ვარსკვლავი. თქვენს თავში უნდა შეიხედოთ და თქვენი ყველა ყურადღება შიგნით უნდა გადაიტანოთ და თუ რამე ყურადღებას გარეთ გადაგატანინებთ, ჩათვალეთ რომ თქვენ არ გაქვთ კავშირი მაღალი იერარქიის არსთან. უბრალოდ იმ არსს სურს რომ თქვენ იმაზე იფიქროთ და თქვენ რო იმაზე ფიქრობთ, კავშირს ამყარებთ და თქვენი ენერგიით იკვებება. რადგან თქვენ მას აცოცხლებთ, თქვენი ყურადღება აცოცხლებს, ხორცს ასხამს მას. და ეს ემოცია და ეს ფიქრი და ეს დრო არის თქვენთვის გამოყოფილი და თქვენ შიგნით უნდა იფიქროთ, ამის ნაცვლად ფიქრობთ გარეთ ამ მოვლენებზე და ვერც ვითარდებით და ეს ენერგია თქვენ არ ხმარდებათ და თქვენ რო არ ხმარდებათ, იგივე უფალს არ ხმარდება. რადგან თქვენი ენერგია როცა თქვენ ხმარდებათ, თქვენში ხდება ზრდა სულიერებაში და თქვენ უკავშირდებით უფალს და უფალს ხმარდება ეს თქვენი კარგი მდგომარეობა. რადგან თქვენ ხართ ყველანი და ჩვენ ვართ უფლის უჯრედი და თუ რომელიმე უჯრედი არ მარაგდება ენერგიით და რამე გარე პარაზიტს მიაქვს ეს ენერგია, ის უჯრედი ნეკროსდება და ის უჯრედი უკვე უფლის ნაწილი აღარ არის. რო წარმოვიდგინოთ უჯრედი, რომელიც ადამიანია ერთი და თქვენი სხეულით მიეცით ამ უჯრედს ენერგია და ამ უჯრედმა ეხლა რაღაცები რო აურიოს და თავის თავარი ენერგია რაღაც გარეთ რო გაუშვას, სხვას მიცეს და თავად დანეკროსება რო დაიწყოს. თქვენი ნაწილი როგორი ნაწილი იქნება, თქვენი ნაწილი ვეღარ იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოს. ზუსტად ესეა ადამიანი, როდესაც ადამიანის ყურადღება გარეთ არის და მისი თავის განვითარებას არ ხმარდება და მე რაღაც პრობლემები ეწყება ამის გამო, იმიტომ რომ ცნობიერი არა, განვითარება არა, ის არა, ეს არა, ის ადამიანი იწყებს დანეკროსებას უჯრედივით და უკვე უფალს შორდება. ჩვენ უფლის ნაწილი რო ვართ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანმრთელი უფლის უჯრედი. როგორც ჩვენ ვართ ფასეული უფლისთვის, ისე ჩვენთვის არის ფასეული უფალი. მიხვდით, ჩვენ ვართ ერთი ნაწილი ვართ, ერთიანი ვართ. ჩვენ უფალთან გვაქვს თანაბარი მდგომარეობა სიცოცხლეში. ჩვენ გვჭირდება უფალი, უფალს გვჭირდებით ჩვენ. რა თქმა უნდა, ეხლა უფალმა თუ მოინდომა, ჩვენ არც დავჭირდებით, მაგრამ ჩვენ გვჭირდებით, რადგან უყვარ ვართ და ჩვენ შეგვქნა და მისი ნაწილი გავხვალ და ამის ღირსად ჩავთვალა. გესმით და თქვენი ყურადღება არის წყალი, რითაც რწყავთ მცენარეს. თქვენ თავს თუ არ მორწყავთ ყურადღებით ნარცისულად კი არა. ფიქრს გულისხმობ და გაცნობიერებას. თქვენ თავს თუ არ მორწყავთ და გარე რაღაცას თუ მორწყავთ, თქვენ ვეღარ გაიზრდებით. ამიტომ მუქები ამას აკეთებენ, რომ თქვენი ყურადღების მოტაცებით არიან დაკავებული. თუ ვერ გერევა, გაჩერებს დევივით და გთიშავს ვიზუალებით. როდესაც ყურადღება გარეთ არის, არ ხდება გაცნობიერება თუ ვინ ხარ, რატომ მოხვედი, რის გამო მოხვედი და უკვე აცდი გეგმას, მიზანს და ვეღარ ვითარდები. გავიწყდება საერთოდ რისთვის მოხვედი და რატომ მოხვედი. შენი მთავარი პერსონაჟი შენ კი არ ხდები შიგნით. არამედ შენი მთავარი პერსონაჟი ხდება რაღაც არსი, რომელსაც ზიხარ ნარკომანივით. ესეთი ადამიანები გაჩერებული არიან ერთ პოზიციაში. სიზმარხილვის კოკაინზე ზიან, ან რაღაც გამოცხადებების და ამ შოუ თაიმების ნარკომანები არიან. ნარკოტიკზე ზიან, გათიშული არიან. ამიტომ ესეთი შეცდომა არ დაუშვათ. იყავით ფხიზლში, ნუ ელოდებით რაღაც სასწაულებს. სასწაული არის სხვა რაღაც. სასწაული არის ის, რომ ხუთი შვილის მამა გადაუხურავ სახურავში ცხოვრობს რაღაც და შინაგანად მაინც ბედნიერია. ესაა სამყაროების სასწაული და არა რაღაც რო გამოგეცხადება. რეალურად მაღალი იერარქიაში სასწაული არ არის არც ის რომ დაფრინავ, არც ის რომ მომავალს ხედავ. ნამდვილი სასწაული არის მათთვის და ჩემთვისაც ის რომ ხუთშვილიანი მამა და დედა ცხოვრობენ გაჭირვებაში, სიღატაკეში და ბედნიერია და კეთილია. არ გაბოროტდა. ეს არის უდიდესი სასწაული. თქვენ ასეთი სასწაულების დანახვაზე მეტად გადატანილი ყავხართ რაღაც ზებუნებრივ სასწაულებზე, რომელიც არის სიცარიელი, არაფერი ძალა მაგაში არ არის. დაიმახსოვროთ, ეს ნამდვილი ძალა არის აი ამაში, რომ ადამიანი ასეთ სირთულის მიუხედავად არ ბროტდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალურად ზემოდან რო ჩამოხედო ამ სიტუაციას, როგორ შეიძლება ადამიანმა ესეთი ძალა გამოიჩინოს, რომ სიღატაკეში იყოს, ხუთი შვილი ყავდეს, შიმშილობდეს და მაინც ბედნიერად გრძნობდეს თავს და არ ბროტდებოდეს. ეს არის უდიდესი სასწაული და ესეთ სასწაულებზე უნდა კონცენტრირდეთ, უბრალოებაში უნდა კონცენტრირდეთ, უბრალოების სასწაულში უნდა კონცენტრირდეთ, რადგან ამაში არის უდიდესი ძალა და არა იმაში, რა შოუებსაც შეიძლება ხედავდე და გთიშავდეს ეს და გავიწყებდეს შენ თავზე შიგნით იფიქრო და ფიქრი გაზარდო. შენ თუ ხილვებს უსმენ და გამოცდებისთვის არ ემზადები და გამოცდების მომზადება რა არის, რომ შენ საკუთარ თავში ფიქრობ, შიგნით უღრმავდები, ცნობიერი შეგაქვს და უკვე ემზადები, ცოდნას იძენ და უკვე სამყაროს გამოცდას აბარებ რისთვისაც აქ მოხვედი და როგორ ადამიანს გავს, იცით ესეთი ადამიანი? აბიტურიენტი, რომელმაც უნდა ჩააბაროს გამოცდები და იმის ნაცვლად რომ
შეიმეცნოს და მოემზადოს გამოცდებისთვის და ისწავლოს, ამის ნაცვლად ჩართული აქვს რაღაც ფილმები, გასართობი და ამ გასართობ ფილმებს უყურებს და მე იმედი აქვს იმის, რომ ამ ფილმების ყურების შემდეგ, როცა მივა საგამოცდო დარბაზში, ჩააბარებს გამოცდას. აი ესეთი რაღაცა ჭირთ ადამიანებს, რომლებიც აი ესეთ ხილვებზე და შოუებზე გადართული. თქვენ ვერ ჩააბარებთ გამოცდებს. თქვენ თუ არ მოემზადეთ, თუ შიგნით ფიქრი არ დაუთმეთ, თუ დრო, გაცნობიერება, შემეცნება არ მიიღეთ, თქვენ ვერ ჩააბარებთ გამოცდას. მარტივია ეს, ამას არც უნდა ახსნა. თქვენ გამოცდას ჩააბარებთ მაშინ, როდესაც გარე ყურადღება შიგნით შემოვიტანთ და სასწაულებს საერთოდ მოაშთობ. სასწაულებს მოაშთობ გულისხმობ ამ შოუ თაიმებს, რაშიც ჩართული ხართ საერთოდ, რასაც უყურებთ და იმან ეს გააკეთა, იმან იმას დაელაპარაკა. ეს არ არის მთავარი. მთავარი ეს არ არის. მთავარი არის თქვენი თავი, თქვენ თავში უნდა შეიხედოთ შიგნით და თქვენ თავში უნდა იმუშაოთ. და სად არის შენი კონცენტრატი გადატანილი? ვიღაცის სასწაულზე ან რაღაცა რიტუალი გააკეთა, იმას დაელაპარაკა, ან იმკითხა, ან იწინასწარ მეტყველა ვიღაცა. ან თქვენი ყურადღება სად არის? კითხვა დასვი. სად არის ჩემი ყურადღება? კითხვა დასვით ყოველთვის სად არის ჩემი ყურადღება? ჩემში შიგნით თუ გარეთ რაღაც შოუებზე. და როდესაც ამაზე პასუხს მიიღებთ, თუ მიიღებთ რომ გარეთ არის, შემოიტანე შიგნით შენი ყურადღება უბრალოებაში. თუ თქვენი ყურადღება გადატანილია გარეთ 80-90% და დანარჩენი 10% თქვენ თავზეა, ჩათვალეთ რომ საქმე გაქვთ მუქ მდგომარეობასთან. ვიღაცას რაღაც ნარცისიზმში არაერიოს. აქ საუბარია საკუთარ თავზე ჩაღმოვებას, თუ რას აკეთებთ სწორად, რას არ აკეთებთ სწორად, როგორ ექცევით ადამიანებს სამყაროში, როგორ იქცევით. ამაზეა საუბარი, ამ გაცნობიერებებზეა საუბარი, სუფთავდებით თუ არა და ასე შემდეგ. ამ ყურადღებაზე მაქვს საუბარი და არა ის რომ ნარცისულად სარკეში იყედოთ და მე რა ლამაზი ვარ და მე ვარ და მე. მაინც დავაზუსტე ეს ინფორმაცია რომ ვინმე არასწორად არ გაიგოს. ხო და თქვენი კონცენტრატის ყურადღება თუ გადატანილია გარეთ 80-90%, ჩათვალეთ რომ თქვენ ხართ მუქის მდგომარეობაში. თუ თქვენი კონცენტრატის ყურადღება შეტანილია შიგნით 80-90%, ჩათვალეთ რომ ღვთიურ რელსებზე დგახართ და მოძრაობთ. თუ თქვენი ყურადღება გარეთ არის, მუქის რელსებზე დგახართ. თუ თქვენი ყურადღება შიგნით არის თქვენში და თქვენ გაცნობიერებებზე და თქვენ სულზე ფიქრობთ, თქვენი განვითარებაზე და სიმშვიდეზე და იმ სამუშაოებზე, რაც შესასრულებელი გაქვთ უფალთან, ადამიანებთან მიმართებაში და ასე შემდეგ, თუ აქ არის თქვენი ყურადღების 90%, თქვენ უფლის რელსებზე დგახართ. ეხლა დასვით კითხვა, თქვენ რომელ რელსებზე დგახართ? თქვენი ყურადღება გადმოიტანეთ შიგნით. მისვამს კითხვას ადამიანი, რა ვქნაო ეხლა, რასაც მეუნებაო, იმას გავყვეო თუ არ გავყვეო, როგორ მოვიქცეო? ადამიანი რას ვერ აცნობიერებს, იცით? რომ უფალი პირდაპირ ესე პრიმიტიულად, ესე ბანძად, მოდი ესე უხეშ ფორმაში ვიტყვი, ადამიანთან არ მიტის, რადგან იმხელა ცნობიერი და იმხელა ინტელექტია, რომ არ ჭირდება უფალს მივიდეს და უთხრას, რომ შენ მარცხნიდან წადი, მარჯვნიდან წადი, ეს გააკეთე, ის გააკეთე. არ ჭირდება ამის თქვა, იმხელა დახვეწილობა აქვს, რომ ისე დაგილაგებს სიტუაციას, რომ შენი ნება არ დაირღვას და თან შემოთავაზება მოგეცეს. ისეთ ადამიანებს გადაკვეთავს, ისეთ სიტუაციებში ამოგაყოფინებს თავს, რომ შენ რაც ითხოვე, ის მოგცეს. ან რა გეგმაც გააქვთ შენ და უფალს დადებული, როდესაც დედამიწაზე მოხვედით, რომ იმ გეგმით წახვიდე. უფალი გთავაზობს და არ გეუბნება ეს გააკეთე, ის გააკეთე. თან ისე გთავაზობს, რომ შენ ამას ვერ ამჩნევ, რომ არ მოხდეს შენს ნებაში შემოჭრა და როდესაც შენ და რაღაცა მოდის და გიზის და ესე გეუბნება ის გააკეთე, ეს გააკეთე. მერე უკვე ხომ კიდე რომ სუბუქ ფორმაში ვამბობ, მერე ისინი ეუბნებიან ეს გააკეთე და ეს გააკეთე კი არა, ხრიკულად უკვე აშანტაჟებენ. ესე კენი თორე ესე მოხდები, ცუდად მოხდება რაღაც და უკვე თამამდებიან. ის არსები, რომლებიც ესეთ ადამიანებთან კომუნიცირებენ. ამიტომ უფალი გააცნობიერეთ. მაღალი ინტელექტის არის. როგორც გრანდმეისტერი ჭადრაკში, ისე აკეთებს სვლებს. არ ჭირდება მას პირდაპირ მიუგზავნოს ვინმეს და უთხრას, იცი რა შენი ეს უნდა გააკეთო. არა, ის უბრალოდ ისე დაალაგებს ყველაფერს, რომ შენი ნება არ დაირღვეს და შენი ყურადღება არ გადავიდეს თუნდაც უფალზე გარეთ. ამიტომ უფალს ისიც არ ჭირდება, რომ თქვენ მასზე გაფანატებულად იყოთ. რადგან თქვენ თუ ამას გააკეთებთ, ესე იგი უფალს ახლა ის რო სურდეს, რომ თქვენ მასზე იყოთ კონცენტრირებული, ესე იგი ეგო ქონია უფალს და თქვენ ვერ აცნობიერებთ საერთოდ უფლის მდგომარეობა როგორია. ამიტომ გონიათ, რომ უფალზე უნდა იყოთ კონცენტრირებული და უფალი უნდა გიყვარდეთ, უნდა ილოცებოდეთ, უბრალოდ თქვენი თავი უნდა გახადოთ უფლის მდგომარეობაში, რომ უფალი გიყვარდეთ აქედან გამომდინარე. და არა ისე რომ უფალი გიყვარდეთ და თქვენში პრობლემები იყოს და საერთოდ გაცნობიერება არ იყოს და რაღაც კოშმარებს აკეთებდეთ და ვერ აცნობიერებდეთ და გონიათ, რომ უფალი გიყვართ და საკუთარი თავი არ გიყვართ და თქვენი თავი არის უფალი. რადგან თქვენ უფლის უჯრედის ნაწილი ხართ და თქვენი თავი თუ არ გიყვართ, თქვენ თავს თუ არ ანვითარებთ, უფალი რანაირად გიყვარს შენ. თქვენი თავი შიგნით თქვენ თავზე თუ არ ზრუნავ, თქვენი სულის განვითარებაზე, ისე იგი თქვენ
უფალიც არ გიყვართ, თამაშია საქმე. გარეთ თუ ხართ კონცენტრირებული უფალზე, თქვენ არ ემსახურებით არც უფლის გეგმას და არც სულის გეგმას. თქვენ უბრალოდ ხიბლში ხართ და სიამოვნებაზე ხართ გადასული, რომ აი ხალო და ესა და მიყვარხარ ისა და საერთოდ გაცნობიერება არ აქვს შიგნით მასში რა ხდება და კავშირი არ აქვს აქედან გამომდინარე უფალთან. ვერ დაამყარებ კავშირს უფალთან გარეთ. ეს გააცნობიერეთ კარგად. გარეთ არ არის, შიგნით არის თქვენში. ადამიანებიდან ზოგადად ხშირად მესმის ესეთი განცდა ფრაზა, შინაგანი, სურვილი, ამ ყველაფერს მასიური სახე აქვს მიღებული და რა არის ეს მომენტი, რასაც ხშირად ვაწყდები. ეს მომენტი არის ის მომენტი, რომელსაც ქვია სასწაულების სურვილი ცხოვრებაში და ამის გარეშე ადამიანები თითქოს შინაგანად მცარიელად გრძნობენ. ხშირად ამბობენ, რომ ინფორმაციულად ყველანაირი გავაცნობიერე სამყარო როგორია, ეს რა არის, ის რა არის, მაგრამ შეგრძნებების დონეზე ამ ყველაფერს ვერ ვგრძნობ. საქმე სწორედ ამაში არის, რომ მუქი და განსაკუთრებით ღრმა მუქი იმდენად შენიღბულია, რომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ჩვენში იმ შეგრძნებას, რომელიც წარმოადგენს არ შეგრძნებას. და რას გულისხმობს ეს? თქვენთან რომ მოდის ის აზრი, რომ უნდა გქონდეთ შეგრძნება სასწაულების, ან უნდა ხედავდეთ რაღაც სასწაულებს თუ სულიერად ცხოვრობთ და ასე შემდეგ, თუ ეს სურვილი თქვენში არის, რომ თქვენ რაღაცას ვერ გრძნობთ, რასაც უნდა გრძნობდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენში დაბუდებულია არ შეგრძნება. ადამიანები, რომლებიც კონცენტრირებული არიან სასწაულებზე, მათში შედის არსი, რომელსაც ქვია არ შეგრძნება. ის, რომ თქვენ რაღაცას არ გრძნობთ, ამასაც აქვს თავისი მდგომარეობა. არ გრძნობა არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს შეგრძნება. აი სწორედ ეს შეგრძნება, რომელსაც ამბობს ადამიანი, რომ არ მაქვს შიგნით შეგრძნება, ესეც შეგრძნებაა და ეს შეგრძნება არის მუქის. არ მაქვს შიგნით რაღაც სასწაულის შეგრძნება, ეს არის მუქის შეგრძნება. სიცარიელე კი არ არის, არამედ მუქის შეგრძნება. გესმით? სასწაულს აქვს ერთი მთავარი თვისება. თუ თქვენ სასწაულებისკენ მიისწრაფვით, ის თქვენგან გარბის. ღვთიურ სასწაულზეა საუბარი, რადგან სასწაული არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ თქვენ მისკენ მიისწრაფოდეთ. სასწაული არ არის იმისთვის განკუთვნილი, რომ თქვენ ამით რაღაც გაუცდეთ. სასწაულს აქვს სხვა დანიშნულება და სასწაულისკენ თუ თქვენ მიისწრაფვით, ის თქვენგან გარბის, რადგან იმ ადამიანებს, ვინც სასწაულებს ესწრაფვის, მათში არის ხიბლი. შესაბამისად, სასწაული მასთან ვერ მიდის ფიზიკურად, აქედან გამომდინარე, რადგან სასწაული არ არის იმისთვის, რომ თქვენ გაუცდეთ ან პირი დააღოთ. გაკვირვებისგან, არამედ სასწაულს აქვს თავის დანიშნულება და თქვენ თუ ამ დანიშნულებას ვერ ასრულებთ და სხვა რამეზე ხართ კონცენტრირებული, აი აქ უკვე თქვენში შემოდის არ შეგრძნება, რადგან სასწაული ვეღარ მოდის თქვენთან, რადგან თუ ჩვენ სასწაულისკენ მივისწრაფვით, სასწაული ჩვენგან გარბის და თუ ჩვენ სასწაულისკენ მივისწრაფვით, ეს უკვე ხიბლის ნიშანია ჩვენში. შესაბამისად, ჩვენში შემოდის უკვე სხვა ენერგია და ამ ენერგიას ქვია არ შეგრძნება. ეს არ შეგრძნება თითქოს და რომ არაფერს არ გრძნობ. სინამდვილეში არის გრძნობა მუქის, რომელიც შედის ადამიანში სასწაულების მოლოდინის გამო და სასწაულების მოლოდინი რომ აქვს ამის გამო არ მოდის მასთან სასწაული და აქედან გამომდინარე მასში შედის არ შეგრძნება მუქის ენერგია და ადამიანი იწყებს კონცენტრაციას ამ არ შეგრძნებაზე და აძლიერებს ამ არ შეგრძნებას. შენი ამ შეგრძნების ნაწილში, რასაც ქვია სასწაულის სივრცე შენში, რაც უნდა მოვიდეს შენთან. ეს სივრცე უნდა იყოს ცარიელი, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. შენ არ უნდა ელოდებოდეს სასწაულს ზებუნებრივ რაღაცებს, რადგან ის თავისით უნდა მოვიდეს და თუ ეს ადგილი დაკავებულია შენი მოლოდინებით სასწაულთან მიმართებაში, შენი შინაგანი ეს ნაწილი დაკავებული აქვს არ შეგრძნებას. შესაბამისად, ამ არ შეგრძნებაზე კონცენტრაციას რომ აკეთებთ და უფრო ისტრესებით და ფიქრობთ რატო არა, ამ არ შეგრძნებას უკავია ის ადგილი, რომელიც უნდა იყოს თქვენში თავისუფალი. და ეს თქვენში თავისუფალი რო იყოს, თქვენ არ უნდა იყოთ კონცენტრირებული სასწაულების მოლოდინში. ეს ადგილი თქვენი თავის ნაწილში უნდა იყოს თავისუფალი, როგორც თავისუფალი აეროდრომი, სადაც ნებისმიერ დროს, როდესაც მოინდომებს, ვერტფრენი დაფრინდება და თუ ამ აეროდრომზე დაფრენილია არ შეგრძნების მუქის ვერტფრენი, როდესაც ღვთის მეტაფორულად რომ თქვა ვერტფრენი მოფრინდება, ვეღარ დაჯდება თქვენს აეროდრომზე, რადგან თქვენი აეროდრომი მოლოდინით არის დაკავებული და არ შეგრძნებით. როდესაც თქვენ არ ხართ კონცენტრირებული სასწაულებზე, თქვენი ეს ნაწილი თავისუფალია და
როდესაც უფალი გადაწყვეტს რომ მოვიდეს თქვენთან ნიშნებით, თქვენთან ეს ნიშნები მოდის, ანუ თქვენი ეს აეროდრომი დასაფრენის სივრცე ცარიელია ყოველთვის, რადგან თქვენ ნეიტრალურად ხართ განწყობილი სასწავლების მიმართ. ეს აეროდრომი არის თავისუფალი, ნებისმიერ დროს შეუძლია ღვთისასწაულს დაფრინდეს მასზე. და სწორედ ესე შემდეგ უკვე თავისუფლად, როცა ამის საჭიროება ხდება, ღვთისასწაული შემოდის თქვენში. ხოლო როდესაც თქვენ მოლოდინში ხართ ღვთისასწაულის და ამის გამო გიჩნდებათ არ შეგრძნება, თქვენი აეროდრომი დაკავებული აქვს მუქის არ შეგრძნებას და შინაგან ყრუ სტრესს, რომ რატო არ ხდება. და ის სივრცე დაკავებული რომ არის, ამიტომ თქვენში აღარ მოდის არანაირი ღვთიური ნიშნები. უფრო სწორედ, მოდის უბრალოდ იმ თქვენს პლატფორმაზე ვერ ჯდება. გვერდით ირგვლივ დაფრინავს, თქვენ ვეღარ ამჩნევთ ამას, რადგან კონცენტრირებული ხართ აი ამ არ შეგრძნებაზე, რატომ არ ვგრძნობ ამას. და ამის გამო მე ბევრ შეცდომასაც უშვებთ. საწუწარკვეთაც გერევათ ზოგჯერ, რატო არ ხდება ჩემთან ესე, მე ხო განსაკუთრებული ვარ და ასე შემდეგ. ყველაფერი ხდება შენს თავს, უბრალოდ არასწორი წერტილი გაქვს არჩეული აზრში. შენი მთავარ მიზანი არ არის ის, რომ სასწაულები მოხდეს შენს ირგვლივ. შენი მთავარ მიზანი არის ის, რომ იყო უბრალოებაში, შვიდში, ყოველგვარი რაღაც მოლოდინების გარეშე. და აი ამ უბრალოებაში მოვიდეს შენთან ჭეშმარიტი ღვთიური ცოდნები, ენერგიები, სასწაულები. და ეს რომ მოხდეს, თქვენი აი ეს სასწაულების მოლოდინის პლატფორმა უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი მოლოდინების გარეშე. და არ უნდა იყოს იქ რაღაც დაბუდებული მუქის არ შეგრძნება, რომ რატო არ ხდება ჩემთან სასწაული და ასე შემდეგ. იმიტომ არ ხდება, რომ ხიბლია ეს სურვილი. ხიბლია ის სურვილი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა ხდებოდეს შენ თავს. შენ ხარ უკვე განსაკუთრებული და განსაკუთრებულია ის, რომ უბრალოებაში ხარ, შვიდში ხარ, ბალანსში ხარ და აქედან გამომდინარე უკვე შენში იბადება გენიალური აზრები. მაგრამ შენ თუ შვიდში არ ხარ და ხიბლში ხარ, რომელიც სხვათა შორის უხილავი ხიბლია ეს ყველაზე უხილავი ხიბლია დღესდღეობით აღვიძებულ ადამიანებში განსაკუთრებით, რომლებსაც სურვილი აქვთ რაღაც სასწაულები ხდებოდეს მათ თავს. ეს ხიბლი არ ჩანს, მაგრამ მე ვხედავ ამ ხიბლს. ხიბლია, ხიბლის უხილავი ჰიბრიდი მუტაციური მუქის პროგრამაა ეს თქვენში, რომელიც უნდა ამოიღოთ, რომ გინდათ მოხდეს რაღაც სასწაულები. მაგრამ გავიწყდებათ მთავარი კანონი, უბრალოდ არ იცით თქვენ ეს კანონი. ამ სამყაროში თუ თქვენ სასწაულებისკენ მიისწრაფვით, ის თქვენგან გარბის. რადგან თქვენ თუ მიისწრაფვით სასწაულებისკენ, თქვენ მიისწრაფვით ძალაუფლებისკენ. გესმით? სასწაულებისკენ არ უნდა მიისწრაფოდეთ. სასწაული არ არის მნიშვნელოვანი. უფლის სასწაული უნდა მოვიდეს მაშინ, როცა საჭიროა, თავის მომენტსა და დროში. და არა ისე, როცა შენ გინდა დაგეგმილად. გაიგე? და როცა შენ გინდა დაგეგმილად რაღაც შენ ცხოვრებაში განსაკუთრებული სასწაული მოხდეს და ამაზე ხარ დამოკიდებული როგორც ნარკომანი, ეს უკვე აღარ არის ჯანმრთელი მდგომარეობა. და დამოკიდებულება, სწორედ ეს არის ის მუქის უხილავი პროგრამა, ჰიბრიდული რაღაც მახინჯი მდგომარეობა, რომელიც შემოსულია ყველა გაღვიძებულ ადამიანში, რომ რაღაცა სასწაული უნდა მოხდეს და ის სასწაული მოხდა და რა მაგარია. ერთი რამე დაიმახსოვრეთ, ეს არის დამოკიდებულება შერეული ხიბლში, რომელიც არ ჩანს და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ თქვენში. ამიტომ ყოველგვარი სასწაულების მოლოდინებს შეეშვით და სასწაული თავისი ფეხით მოვა თქვენთან. აქედან გამომდინარე, ყველაფერს თავი დავანებოთ, უფალს არ სურს, რომ თქვენ სასწაულებზე იყოთ ჩამოკიდებული, როგორც ნარკომანი ნარკოტიკის დოზას იღებს. თქვენთვის არ უნდა იყოს მთავარ ფაქტორი, რომ რაღაც სასწაული უნდა ხდებოდეს. თქვენთვის მთავარ ფაქტორი უნდა იყოს თქვენი თავის შინაგანი მდგომარეობა, შინაგანზე მუშაობა და თუ დააკვირდებით ჭეშმარიტი თვალით სამყაროს, აღმოაჩენთ, რომ უფალს სურს, რომ თქვენ შიგნით შეიხედოთ და თქვენს შიგნით იმუშაოთ. ამიტომაც პირდაპირ არავინ არ გელაპარაკება მაღალი იერარქიიდან, ამიტომაც სასწაული გაგირბით, როდესაც მისკენ მიისწრაფვით. იმიტომ რომ საქმე არის თქვენში და ჩვენში. ჩვენშია საქმე, ჩვენში და არა მაღალ ძალებში. ჩვენშია საქმე. მაქსიმალურად ყველაფერს ისე აკეთებს უფალი, რომ ჩვენ კონცენტრირდეთ შიგნით. მუქი აკეთებს ყველაფერს ისე, რომ ჩვენ კონცენტრირდეთ გარეთ. როგორ? ყველა ეს რიტუალები, თვითონ რაღაც ბჭყალებში კიდევ სულიერ კოუჩები რო არიან, იქ რაღაცებს კითხაობენ, რაღაც რჩევებს გაძლევენ ამ ვარსკვლავებზე, ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ. ყველაფერი თუ დააკვირდებით, მუქის არის ვიპყრობილი გარეთ. ყოველგვარი ძალისხმევის დახარჯვის გარეშე. მუქი ცდილობს თქვენი ყურადღება გაიტანოს გარეთ. უფალი ცდილობს თქვენი ყურადღება შეიტანოს თქვენში, რადგან როდესაც თქვენ თქვენში შეიტანთ თქვენს ყურადღებას და გარე მექანიზმებზე ვარ სიტყვით, აღმოაჩენთ, რომ მთავარი ჭეშმარიტი მექანიზმი თქვენშია და თქვენ ხართ.
თქვენ ხართ უფლის და სამყაროს მთავარი ჭეშმარიტი მექანიზმი და მუქი ცდილობს გარეთ გაიტანოს ეს მექანიზმი რიტუალებში გაგაყოფინოთ თავი და გაქციოთ კლოუნად დაგავიწყოთ თუ ვინ ხართ თქვენ უფალი ცდილობს შეგახსენოთ თუ ვინ ხართ თქვენ ამიტომაც თუ თქვენ სასწაულისკენ მიისწრაფვით სასწაულები წყვეტს თქვენთან კომუნიკაციას იმიტომ რომ თქვენ თუ სასწაულებზე შეჯეკით როგორც ნარკომანი და ამით იკაიფეთ უი რა მაგარი რაღაც ხდება ჩემზე ეიფორიაში ხართ და ასე შემდეგ თქვენ უკვე ხიბლში ხართ თქვენი ყურადღება გარეთ გამოვიდა უკვე და დაგავიწყდათ ის მომენტი რომ შიგნით უნდა გემუშავათ და ამიტომაც თქვენგან გარბის სასწაული თუ თქვენ მისკენ მიისწრაფვით გაიგეთ ამიტომაც მუქი ცდილობს თქვენი ყურადღება გარეთ გაიტანოს უფალი ცდილობს თქვენი ყურადღება შიგნით შეიტანოს ამიტომ გააცნობიერეთ რას გეუბნებით კარგად და თქვენი ყურადღება შეიტანეთ შიგნით თქვენ შიგნით თქვენში ოქროს წესს გასწავლით ნებისმიერი ხილვა რასაც ნახავთ თუნდაც უფალთან შეხვედრა გქონდეთ თუნდაც რაღაც განსაკუთრებული მოხდეს თქვენს ცხოვრებაში ხილვის ან რაღაც ღვთიური მოვლენა რომ მოხდეს თქვენთან მიმართებაში თქვენ ამაზე გაქვთ უფლება 3 წამი ისე ამონოთ ამ მდგომარეობით რომ აი ჩემ თავს ეს მოხდა 3 წამის შემდეგ ეს ეიფორია უნდა გათიშოთ თქვენში თუ ამას არ აკეთებთ და მთელი დღე და მთელი თვე და მთელი ეს პერიოდი ფიქრობთ აუ რა მაგარია ჩემთან რა კაი რაღაც მოხდა თქვენ უკვე ხიბლში ხართ და ის აღარ მოვა თქვენთან ესე ადვილად მერე მოვა თუ რამეს გააცნობიერებთ იმიტომ რომ მზად არ ხართ ამიტომ 3 წამის მეთოდი დაიმახსოვრეთ 3 წამი თავს შეგიძლიათ უფლება მიცეთ რომ ისე ამონოთ რომ თქვენთან რაღაც მაღალი ძალა მოვიდა და 3 წამის შემდეგ უნდა ჩართოთ რაციონალური გონი თუ რისთვის მოვიდა რას გეუბნება რა მისია უნდა გააკეთო რა უნდა გააკეთო იმიტომ რომ ამისთვის მოვიდა ის და არა იმისთვის რომ შენ გეკაიფა ნარკომანივით ამ მდგომარეობ ოხ რა მაგარი რაღაც მოხდა ჩემთან ამისთვის არავინ არ მოდის შენთან უფალი თქვენთან და მაღალი იერარქია ხოსთვის არ მოსულა რომ თქვენ თვალები დაგეპრაძათ და ამაზე გეფიქრათ და გათიშვილი ყავით და რა მაგარია ამისთვის თქვენთან არავინ არ მოსულა გესმით თქვენთან თუ ვინმე მოდის იმისთვის მოდის რომ გააცნობიეროთ რაღაც და მისიაში ასრულოთ ამიტომ იმაზე უნდა დაფიქრდეთ რისთვის მოვიდა ის და რა კონკრეტული მისიის ფაზლის შესრულება დაგევალათ ეს უნდა გააცნობიეროთ და არა ის რომ ნარკომანივით ვენაში შეუშვათ ეს შეგრძნებები რაც განიცადეთ ხილვის დროს თუ მაღალი იერარქიის სტუმრობის დროს თუ იესოს გამოცხადების დროს თუ რაც არ უნდა იყოს ამით სიამოვნება კი არ უნდა მიიღოთ სამუშაო გაქვთ შესასრულებელი რა დროს სიამოვნება და რა დროს ხიბლში ჩავარდნა და თქვენ ამ მდგომარეობაში რო ხართ აი ეს როგორი მდგომარეობა იცით ახლა წარმოიდგინეთ სერიოზული მისია უნდა დააკისროთ თქვენ ერთ-ერთ შვილს და მიდიხართ და ეუბნებით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რომელიც სხვა ადამიანების გადარჩენასთან არის კავშირში და თქვენ ამას ეუბნებით თქვენ შვილს და თქვენი შვილი გადაწვა გადაატრიალა თვალები და კაიფში წავიდა თქვენ მიხვალთ მეორეჯერ მასთან რომ რაღაც მისია დაავალოთ სანამ გონს არ მოიგება აღარ მიხვალთ ესე ადვილად იმიტომ რომ იმის ნაცვლად რომ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია გაეცნობიერებია გადაატრიალა თვალები და კაიფში წავიდა იმის გამო რომ თქვენ გამოეცხადეთ თქვენ შვილს ამიტომ ნუ იქნებით ემოციების ნარკომანები იყავით შვიდში ბალანსში და გააცნობიერეთ თითოეული თქვენი ხილვის მიზანგეგმა და არა ის რომ რაღაც სასწაული მოხდა თქვენ ცხოვრებაში ადამიანი იმდენად ხიბლშია სასწაულებთან მიმართებაში რომ მუქი ამას იყენებს და უკვე ადამიანი ვარსაცხადებს იმაზე თუ რა გვერდითი მოვლენა ქონდა ამ ხილვას თუ რაიმე არსთან კომუნიკაციაში შესვლის შედეგად რაც მოხდა თქვენ ამ ფარულ და შეუმჩნეველ ხიბლს იყენებს მუქი რომ სასწაულებისკენ მიისწრაფვით ამიტომ არ მიცეთ საშუალება მუქს ეს გამოიყენოს და ნუ მიისწრაფვით სასწაულებისკენ სასწაული თავის უნდა მოვიდეს შვიდში უნდა იყოთ გააცნობიეროთ რისთვის მოვიდა ეს და შესაბამისად განაგრძოთ თქვენი გეგმით მიზნისკენ სვლა ეხლა შემდეგი განშტოება განვიხილოთ ემოციასთან დაკავშირებით როდესაც თქვენ რაღაც ხილვებს ხედავთ და ემოციებში ხართ მუქმა უკვე იცის თქვენი ამ პოზიციის შესახებ შესაბამისად ნებისმიერ ვიზუალს გისახავთ როცა თქვენ ემოციებში ხართ თქვენ გავხართ მორბენალ ადამიანს რომლის კვანტის დადებაც არის ძალიან მარტივი ხოლო როდესაც ადამიანი ხილვების დროს და ყველა მომენტის დროს არის მშვიდში ეს ადამიანი გავს არა მორბენალ ადამიანს არამედ მოსიარული ადამიანს რომელსაც ცხოვრებაში ვერ დაუდებ კვანტს რადგან მოსიარული ადამიანი სწრაფად ახდენს რეაგირებას თუ ვინმე რამე კვანტს უდებს და გადააბიჯებს ხოლმე ამ კვანტს მაგრამ მორბენალი ადამიანი ემოციებში მყოფი ადამიანი არასდროს არის დაზღვეული რომ კვანტს არიდებს თავს რადგან გარბის რადგან ემოციებშია მუქები ამით სარგებლობენ და ყველაფერს რო თავი დაავანებოთ მათი დამქაშები ეს
ყველა ჭყალებში სულიერი ადამიანები თითქოს და რიტუალებში რო არიან. ესენი ისეთ პროპაგანდას აკეთებენ, რომ სასწაულები და ეს ყველაფერია მთავარი. ამათგან მოდის თქვენი ეს სურვილები და ვერც აცნობიერებთ. როგორც ეხლა თქვენ შედიხართ მაღაზიაში და ყიდულობთ კვილისპას და Colgate-ს და გონიათ რომ თქვენ აირჩიეთ ეს Colgate, არა და იმდენი რეკლამა იყო უკვე, რომ სხვა არჩევანი აღარ დაგჭათ. ეს განსხვავებული მუქები, ეს თავის რიტუალებით ამ ყველაფრით ისეთ მექანიზმებს ავრცელებენ, რომ თქვენ გონიათ რომ სასწაულები არის ძალა და ამას უნდა შეეწინააღმდეგოთ და უნდა იყოთ მშვიდ უბრალოებაში და ამაშია მთავარი ძალა რეალურად. მშვიდ უბრალოებაშია ძალა. ჩემს ცხოვრებაში უამრავი სასწაული ხდება, მაგრამ არ მივისწრაფე ამის მიმართ და არც რეაქციები არ მაქვს საერთოდ განსაკუთრებული. ჩემს თავში რაც მოდის, ცოდნები, მაგას სასწაული აღარ ქვია. სასწაულზე მეტია. მაგრამ ამას მე არ აღვიქვამ რაღაც განსაკუთრებულად. ამიტომ მოდის. იმიტომ რომ მე ვხვდები რომ ჩემთვის კი არ მოდის და მე კი არ ვარ აქ მთავარი პერსონაჟი. აქ ყველანი ვართ ამ ცოდნის მთავარი პერსონაჟები. და როცა ისეთ რაღაცეებს აცნობიერებ, თქვენთან მოვა ყველაფერი და ყველაზე მაგარი. თქვენ თუ ემოციებში ვარდებით და ემოციებში როცა ვარდებით, რაციონალური აზროვნება გეთიშებათ, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა არარაციონალურ ადამიანს რაიმე ძალები და ცოდნები მიცენ, რადგან ის უბრალოდ ვერც გამოიყენებს ამ ცოდნას, თან დაამახინჯებს მუქი მასში და თან ტყუილი ენერგიის ხარჯვა იქნება სამყაროდ. ასევე როგორ უნდა გაარჩიოთ მუქის ხილვები შეგრძნებებთან ერთად. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი რაც აქვს, ის არის რომ რაღაც ხილვები როცა ხდება თქვენ ცხოვრებაში, რამე თუ შემოდის კომუნიკაციაში რეგულარულად, რატომღაც თქვენ არასდროს არ გაქვთ გაცნობიერება ღრმა თუ რა ინფორმაციებსაც ის გაწვდით. იმიტომ რომ ის თქვენ არასდროს არ მოგაწვდით ისეთ ინფორმაციას, რომელიც თქვენ მოგცემთ სამყაროს მიმართ გაცნობიერებას. ის უბრალოდ თქვენ გეთამაშებათ რაღაც აზრებით, რომელსაც ვერასდროს ვერ იგებთ. თუ რამეს ვერ იგებთ, ნახეთ, შეიძლება თქვენ ან ხილვის სახით, ან აზრის სახით, ან ხმის სახით გაიგონეთ სიტყვები და ვერ გაიგეთ დღეს, ვერ გაიგეთ ხვალ და ვერ გაიგეთ 1 წლის მერე. მე ვამბობ რეგულარულად რომ რაღაც კომუნიკაციაში შემოდის თქვენთან ან სიზვრიდან, ან ხილვიდან და 1000 ნაგავ ინფორმაციას გაწვდით. გაურგებარ ინფორმაციებს და ვერაფერს ვერ იგებთ საერთოდ. ვერც დღეს და ვერც ხვალ და ვერც ზეგ და ვერც 1 თვის მერე და ვერც 1 წლის მერე. ეს გულისხმობს იმას, რომ უბრალოდ თქვენ მუქი ხარახურა ინფორმაციებს გესვრით, მაგალითად რომ სამყარო ესია და ისია და მორჩა, ვერაფერს ვერ იგებთ. ეს არის მუქის ხარახურა. გაბინძურებთ უბრალოდ ინფორმაციულად ყურადღება გადააქვს. უფრიდან როცა მოდის რაღაც, თქვენ სრული ინფორმაცია გეძლევათ. რატო რის გამო ან თავში როცა კითხვებს ამოთ პასუხები გეძლევათ. იმიტომ რომ თქვენ უფალი და მაღალი იერარქია არასდროს არ დაგტოვებთ უმეცრებაში, გაუცნობიერებლობაში. გესმით? და რაღაც თუ გტოვებთ გაუცნობიერებლობაში დიდი ხნით და ინტენსიურად არის, ეს მუქის არის. არანაირი გაცნობიერება არ არის, არც პასუხები არ არის. ასეთ სიტუაცია რო არის, რომ წლები ერთი და იგივეს და ვერაფერს ვერ იგებ, რას შიფრავ, უნდა გააცნობიერო, ეს არ არის მაღალი იერარქიის. რაღაც შენ თუ არ გაშიფრე და ის გაშიფრული ადამიანებს თუ არ ეხმარება, ეს ჩათვალე რომ არ არის მაღალი იერარქიის. იმიტომ რომ მაღალი იერარქიის და უფლის გზა არის ის, რომ შენ რაღაც ცოდნა რომ გეძლევა, შენთვის კი არ გეძლევა, ყველამ უნდა გაიგოს ეს. და ამას თუ ვერავინ ვერ იგებს, შენ რაც მოგეცა და შენს თუ ვერ იგებ და რეალურად შენს ვერ იგებ ამას. რეალურად ცნობიერის მახეა, არა აქვს პასუხი. უპასუხო ინფორმაციებია, რომ ჩაგითრიოს და ვერ გამოხვიდე ამ ჩაკეტილი წრიდან, რომ ვერ წახვიდე წინ. მე ესე ვუდგები. თუ რამე ინფორმაცია მომდის, თუ ეს ინფორმაცია მე არ მაცნობს სამყაროს ადამიანებს და სიტუაციებს პასუხებს თუ არ მაძლევს, მე ამ ინფორმაციას გვერდზე იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ჩემთვის არის მახე რეალურად, იმიტომ რომ წინ მე მას არ მივყავარ. წინ წასვლა ჩემთვის არის რომ სამყაროს მექანიზმებში ვერ ყვევი და თუ რამე სამყარო ვერ მარკვევს და ჩამithრია და არ მომეცა პასუხი, იმას თავი უნდა დავანებო. ის არ არის უფლიდან. ამაშია საქმე. გესმით? უფლის ინფორმაცია ყოველთვის არის ჭეშმარიტი და პასუხები გაქვს. და იქ სადაც პასუხები არ გაქვს, წლები აზრიც კი არ დევს. ამაშია პრობლემა და ესეც უნდა გააცნობიეროთ. როდესაც რაღაც ხილვას ხედავთ რეგულარულად, თქვენ არიცით ის ვინ არის და რა არის. როგორ იქცევით უმეტეს შემთხვევაში, მათ შორის გამოცდილი ეზოთერიკოსები. თქვენი პირველი რეაქცია არის ინტერესი და თქვენი ინტერესის შედეგად იმ ხილვის უკან რაც დგას, მას ეღება კარები. თქვენი ინტერესი აღებს კარებს. და მე ადამიანს უკვირს, კი, მაგრამ ჩემი ნება სად იყო აქ, მე ხო ეს არ დამიშვია, რატო მოხდა ესე ღრმად რაღაც. მიმღებლობა გაქვს, რაღაც ხილვებს უყურებ, ვიღაცა გელაპარაკება და რეაგირება არ გაქვს. და შენმა ძალამ შენს ნაცვლად უნდა მიხვდეს, რა უნდა გააკეთო? შენს ნაცვლად გააგდოს? არა, შენი ძალა შენ გისმენს და ელოდება როდის უბრძანებ რა გააკეთოს. თქვენი ინტერესის გამოხატვა აღებს კარებს. თქვენი ინტერესი
ინტერესის გამოხატვა სასწაულების მიმართ, რომელიც არ არის უფლიდან, უღებს კარებს იმ არსს, რომელიც სასწაულების და ვიზუალების უკანაც რა არსიც დგას. მას უღებს კარებს, თქვენი ინტერესი. ინტერესი არის კარების გაღება. თქვენ ძალას ეუბნებით, აბა გააღე კარები ერთი ვინ არის მანახე გლეხურად რო გითხრათ. დაიმახსოვრეთ, ინტერესი და მიმღებლობა ენერგიებში თანხმობის ტოლია. არ არის აუცილებელი რამეს მოაწეროთ ხელი. საკმარისია ინტერესი და მიმღებლობა გქონდეთ. მიმღებლობა იგივეა, რომ მას არ აგდებთ და მის მიმართ არ ხარ განწყობილი, რომ შენგან გავიდეს. არ ხარ განწყობილი, რომ განვეთ ჩემგან არ აჟღერებს გავს ფრაზებს. მიმღებლობა გაქვს, არ აგდებ. რადგან არ აგდებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მიმღებლობა გაქვს. ამიტომ გააცნობიერეთ რა არის მიმღებლობა და გააცნობიერეთ ის ფაქტი, რომ რამეს თუ არ აგდებთ და რამის მიმართ თუ არ ხართ განწყობილი თავდაცვითად, ესე იგი თქვენ ამას იღებთ და არ არის აუცილებელი კი უთხრათ. კი-ის მრავალი ფორმა აქვს ამ სამყაროში. მათ შორის ის ფორმა, რომ რაღაც არსი თქვენთან რომ მოდის, თქვენ არ ეუბნებით განვეთ ჩემგან. ეს არის კი. როდესაც არ ამბობ განვეთ ჩემგან, ეს არის კი. იგივე. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ამას არ ემიჯნებით, თქვენ ამას იღებთ. ეს დღევანდელი ეზოთერიკოსები ნახევრად შავ მაგიაში რო არიან, ესენი გატყუებენ, რომ უნდა იყო ნეიტრალში, ის უნდა იყო, ესეც უნდა იყო, ეს არის ცრუ. სამყაროში გაქვთ ორი არჩევანი თქვენ. ან მიმღებლობა გაქვთ რაღაცის, ან ემიჯნებით ამ რაღაცას. არ არსებობს თქვენთან მოვიდეს რაღაც დაბალი არსი, ეჭუკჭუკოთ და შემდეგ უთხრათ, რომ იცი რა, აღარ მინდა კომუნიკაცია, შენ რომ იმაზე ჭუკჭუკე მიიღე ის. და ესე არ არის, რომ ნეიტრალში ხარ, რასაც გინდა იზამ, რასაც გინდა არიზამ. დაბალი არსის დაინფიცირების ბევრი ფორმა არსებობს, მაგრამ რამდენიმეს მოვიყვან მაგალითად. პირველი საბაზისო ფორმა ეს არის, როდესაც თქვენ სტრესულ, ნეგატიურ, ემოციურ, კონფლიქტურ კავშირში შედიხართ ვინმე ადამიანთან ან შავ მაგთან. ადამიანთან თუ შედიხართ, თუ იმ ადამიანს პარაზიტები ყავს და პარაზიტები ყავს აუცილებლად, რადგან კონფლიქტში შემოვიდა თქვენთან, მისი პარაზიტები გადმოდის თქვენთან, რადგან ამ კონფლიქტის დროს თქვენ შორის ყარდება კარები, შავი ხვრელის კვანტური კარები. ორივე აღებთ ამ სტრესის კარებს და იქიდან გადმოდის დაბალი არსები. პირველი ინფიცირების საბაზისო ფორმა არის სტრესი. ნებისმიერი ადამიანი პირველად საბაზისოდ ინფიცირდება მუქით სტრესის შედეგად. ამიტომ გეუბნებით, რომ 7 არის თქვენი დაცვის გარანტი, თქვენი უსაფრთხოების გარანტი, სტრესი არის თქვენი დაინფიცირების გარანტი. მეორე, მაგალითად, მიხვედით დაქალთან და გიყვებათ რაღაც ხმები ესმის, რაღაცები ხდება მის თავს და იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ადამიანები მეტისმეტად კონცენტრირებული არიან სასწაულებზე და არ აინტერესებთ რეალურად ეს სასწაული საიდან მოდის, იმიტომ რომ ხიბლში არიან ადამიანები. მაგალითად, ესეთი ადამიანი გიყვება თქვენ, რომ აი ესე ხილვა, ესე რაღაცა ვნახე, ისეთი ანგელოზები ვნახე და ესე მელაპარაკება და სინამდვილეში მუქი არის. უბრალოდ ვიზუალი აქვს მიღებული. თქვენ ისმენთ ამ ისტორიას და გულში გაიფიქრეთ, რა მაგარია, რა საინტერესოა. ეს არის მიმღებლობის ფორმა. გესმით? თქვენ რო ეს გაიფიქრეთ, რა მაგარია, თან თქვენ იმ ადამიანთან კომუნიკაციაში რომ ხართ, თქვენ შორის ენერგო კავშირია. და ის ისტორია, რასაც ისმენ, მის უკან დგას ამ ადამიანის უკან დგას ის არსები, რადგან უკვე ის ადამიანი ინფიცირებული ამ ისტორიას რო გიყვებათ. და თქვენ როგორც კი აჟღერებთ რა მაგარია, თქვენი ძალა ვერ ხვდება ესეთ სიდებილეს როგორ აჟღერებთ. და გონია რომ ეს გინდათ და კარებებს უღებს ამ არსებს. თქვენი მიმღებლობა უღებს კარებს. და თქვენ ხო ეხა ფიქრობთ რომ რა მოხდა მერე თუ თქვი რა მაგარია და თან ემოციები სხვადასხვა ფორმაში გაგიჩნდა, ცოტა შურის განცდა გაგიჩნდა, სურვილები გაგიჩნდა რომ შენს გინდა მსგავსი რაღაც შენთან ხდებოდეს. და ეს არის პირდაპირ კარებების გაღება მათ მიმართ და მერე ინფიცირდება მეორე ადამიანიც და მერე გადის დრო და კითხვას სვამს, ღმერთო რა დაგიშავე, რატო ბერჩი ესე და ხანუ უკაცრავად რაღაც გაურგებარი ისტორიას ისმენ და მიმღებლობა გაქვს და იძახი გულში რა მაგარია და ვერ ხვდები შენი ძალა როგორ მუშაობს, ვერ ხვდები ვინ ხარ, ვერაცნობიერებ რაოდენ დიდი ხარ და რაოდენ დიდი ძალის პატრონი ხარ და საერთოდ ვინ გყავს ქვეშემდგომად შენი ძალის სახით. აბსოლუტური სმენელი, რომელიც ასრულებს შენს ყველა სურვილს, შენი ძალა ასრულებს შენს ყველა სურვილს, მას მეტი პატრონი არ ყავს. შენ ნება რო გეკუთვნის, შენი ძალა შენს ნებას ექვემდებარება 100%-ით და შენ რო იძახი გულში რა მაგარია და განცდები გაქვს რაღაც, შენს ძალას გონია რომ გინდა ეს და შენი ძალა ავტომატურ რეჟიმებში მუშაობს რაღაცებში, იმიტომ რომ შენ ხო არ გაქვს კონტროლი შენს თავზე. ამიტომ ავტომატურ მექანიზმებზე მუშაობს გარკვეული ნაწილები. მაგალითად, რაიმე დაინახე, ასტრალურ განზომილებაში ხარ, ან რა მნიშვნელობა აქვს და იძახი განვედ ჩემგან. შენ უბრალოდ სიტყვა გააჟღერე განვედ. პროგრამა რა გჭირდება რომ მოხდეს და დანარჩენ შენი ძალა დახვეწავს, ისე დაალაგებს და ისეთ ენერგიას ესვრის ამ არსს, რომ გააგდებს. მაგრამ ის რომ შენ
გააკეთო, ძალიან ბევრი ცოდნა გჭირდება. შენი ძალა ავტომატურ რეჟიმზე ხელოვნური ინტელექტივით მუშაობს. მაგრამ შენ რო იზახი რომ მომწონს, ასევე საპირწონედ შენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. შენ მომწონს რო იზახი კარებებს უღებს მას. ვერ ხვდება შენი ძალა ესეთი გენიალური არსი, როგორ ვერ ხვდება თუ ვის უშვებ. თუმცა რომ ხვდებოდეს შენი ძალა ვის უშვებს და ხვდება კიდევაც, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. შენ როგორც მეფე და იმპერატორი უწევს შეასრულოს ყველაფერი, რასაც ეუბნები. ამიტომ სანამ რამეს დაეთანხმებით, სანამ რამე რიტუალში მიიღებთ მონაწილეობას, სანამ რამეს მიიღებთ და სანამ რაიმე მოგეწონებათ ან ვინმეს ნათქვამი მოგეწონებათ, ან სულიერი ბრჭყალებში ქოუჩის მოგეწონებათ, ან თუნდაც ჩემიც იყოს და ვისიც არ უნდა იყოს, კარგად დაფიქრდით რა მოგწონ, რას იღებთ აქედან გამომდინარე და რას უღებთ კარებს. ისინი შოუებს იმიტომ გიდგამენ, რომ ინტერესი გამოიწვიონ თქვენში და ეს ინტერესი აღებს თქვენს კარებს. რატო არის, რომ მაგალითად სასაფლაოზე ღამე თუ ჩაივლის ადამიანი, უნახავთ მოკაშკაშე მოციმციმე მანათობლები, რომელმაც შეიტყუა და ზოგი გამოფხიზდა და ვიმე ეგსაც წამოვედიო. ზოგი ფხიზლდება და სანამ გამოფხიზლდება ენერგია აქვს და კიდე რა აქვს დაკარგული კაციშვილმა არის, ხო? რატო? იმიტომ რომ ისინი თქვენი ინტერესით აღებენ თქვენ შიდა კარებებს. ამიტომ ეს ჭყეტელა ფერები, რასაც ნახავთ, რაღაც არსი რო გამოდის რეგულარულად კომუნიკაციაზე, ეს დაბალი არსები ცდილობენ რაღაც შოუები დაგიდგან, რომ ინტერესი გაგეზარდოთ და რაც უფრო დიდია თქვენი ინტერესი და აღფრთოვანება და ეს განწყობა, მით უფრო აღებთ მათ მიმართ კარებს. ამიტომ ინტერესი არის კარების გაღების ტოლი. ეხლა განვიხილავ ისეთ საკითხს, როგორიც არის ჩვენი ნიჭების დროზე ადრე გააქტიურება მუქის შეჭრის შედეგად. როდესაც ადამიანი რაიმე დაბალი არსის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და თავს ესხმის ეს არსი, როდესაც ადამიანს შეჭრა აქვს, ამ დროს ადამიანის შეგრძნებები იზრდება და მისი ძალები იღვიძებს. როდესაც მუქის ზეგავლენა არის და შეჭრა არის, ჩვენი ორგანიზმი გადადის თავდაცვით საბრძოლო მექანიზმში. და ეს მექანიზმი გულისხმობს ყველა ჩვენი ზე ენერგიის გააქტიურებას. თქვენი ენერგია, თქვენი ყველა ეს ზებუნებრივი მექანიზმები, რაც ჩალაგებული გაქვთ სულში და სხეულში, იწყებს გააქტიურებას თავდაცვის გამო. ამიტომ ნებისმიერი მუქის შეჭრის გვერდითი მოვლენა არის ნაადრევი გაღვიძება თქვენში ზებუნებრივი ძალების. მესამე თვალი უფრო ძლიერი ხდება, უფრო აღქმადი ხდება, დაბალ არსსაც უყურებ და თუ რამე არსია, იმასაც ხედავს ადამიანი, იმიტომ რომ თავდაცვით მექანიზმზეა გადასული მთელი ორგანიზმი. ეხლა რატო იღვიძებს მესამე თვალი განსაკუთრებით და ყველა ეს ნიჭი, იმიტომ რომ მესამე თვალი პირველ რიგში იმიტომ იღვიძებს და იმიტომ ხედავთ რაღაცეებს უკვე რომ თქვენ უნდა ხედავდეთ იმ არსს, რაც ცდილობს ადამიანში დაიბუდოს და ფარულად ჭამოს ადამიანის ენერგია. ერთი რამე დაიმახსოვრეთ. ეს რაც ფილმებში გაქვთ ნანახი არის ცრუ, რომ ჩასახლება ხდება, ეს და პირიდან რომ რაღაც დუჟი გადმოდის და ერთი რაღაც გააცნობიერეთ. ეს არის ფილმების. არც ერთი დემონი, არც ერთი დაბალი არსი არ ჩანს და ცდილობს ჩუმად იმოქმედოს. ცდილობს შეუმჩნევლად იმოქმედოს. ეს არის დაუწერელი კანონი. ქვემოდან არის ბრძანება მიცემული ქვედაბოსიდან, რომ არც ერთმა არ გამოავლინოთ თავი, ჩვენ არ ვარსებობთ. ჩვენ არ ჩანვართ. აი ეს პროგრამა აქვს მიცემული. იმიტომ რომ როგორც კი თქვენ აღმოაჩენთ რომ რაღაც გყავთ, თქვენ უკვე განზრახო გაქვთ რომ ეს გააგდოთ და ძალას კარგავს. ძალას კარგავს ადამიანის ფიქრებში, რომ ვეღარ ერევა უკვე ადამიანი აცნობიერებს ის ნეგატიური ფიქრები მისი აღარ არის, რაღაცა უსრულებს, მოდი ამ ფორმაში ვიტყვი და უკვე ადამიანი აღვიძებს ბოლომდე თავდაცვის მექანიზმებს და ეწინააღმდეგება. მაგრამ ადამიანი ყველაზე მეტად მარცხდება მაშინ, როცა წარმოდგენა არ აქვს რა ხდება მის თავს. თავის დავიგონია ის ცუდი ფიქრები, თავის დავიგონია ის ცუდი სურვილები, ცუდი განწყობა, ცუდი მდგომარეობა, თავისი თავი გონია ის. და ამიტომ რაც არ უნდა ძლიერი დემონი იყოს, არც ის არ ჩანს. არ შეიძლება, გესმით? ამიტომ ნუ გონია თქვენ რომ შეპყრობა უნდა იყოს ესე დუჟები პირიდან და რაღაცეები. ამიტომ რა თქმა უნდა, ეხა უფალმა ისე დააპროექტა ჩვენი ორგანიზმი, რომ ჩვენმა ძალებმა გაიღვიძოს, ჩვენმა მესამე თვალმა გაიღვიძოს, რომ ჩვენ ეს არსები ვიგრძნოთ და შევამჩნიოთ, რომ შემდეგ რეაგირება მოვახდინოთ. ამიტომ განურჩევლად ვიმეორებ, ვისაც შეჭრა აქვს, მათი ძალები იღვიძებს. მესამე თვალი იღვიძებს, შეგრძნებების ენერგია იღვიძებს და ყველა სხვა დანარჩენის ზებუნებრივი სენსორები იღვიძებს. მაგრამ ეხა აქ არ აგერიოთ ერთმანეთში, ვაიმე ეხა მე თუ რაღაც სენსორები გამეღვიძა, შეპყრობა ხო არ მაქვს? არა, მეგობრებო, შეპყრობა ადამიანს როცა აქვს, ის არის ნეგატივებში, სულ ბრაზებში, სულ ჭუბებში, გვემაში და ასე შემდეგ. ამით უნდა განასხვაოთ თქვენი თავი, ეხა ღვთიურად იღვიძებთ თუ შეჭრა გაქვთ.
ნებისმიერი შიში, რომელსაც შიგნით განიცდით, არის ცრუ. ის არ არის ნამდვილი. თქვენ რაც არ უნდა განიცადოთ შიში, ხილვის დროს, მუქი ზემოქმედების დროს, სიზმარხილვის დროს, შეგრძნებების დროს, რა შიშიც არ უნდა განიცადოთ, ეს არის მუქიდან და ის არის ცრუ. მუქთან მიმართებაში ყველაფერი არის ცრუ, გარდა ერთისა, მუქისა. მუქი ნამდვილია. ის დაბალი არსი ნამდვილია. ხოლო მის ირგვლივ ყველა ენერგია და ყველა გამოსხივება და ფიქრი, რასაც თქვენ გესვრით, ყველაფერი არის ცრუ. ერთადერთი ნამდვილი რაც არის, ის არის ნამდვილი. ის არსებობს. დანარჩენი რა ფიქრებიც მოგდის მისგან წამოსული, არის ცრუ. და ეს ცრუ იმისთვის არის, რომ თქვენ შიში ჩაგიდოთ, რომ კარებები გაუღოთ. ამიტომ ერთი რამე დაიხსომეთ, რაც არ უნდა შიშის მიზეზი გქონდეთ. თქვენ შეიძლება თავში გაიფიქროთ, რომ ლოგიკურად დალაგებული ფიქრები მოგივიდეთ, რომ მე მაქვს ამ შიშის მიზეზი. მერწმუნეთ, შიშის მიზეზი რომც გქონდეთ, თქვენ შიში არ უნდა დაუშვათ. იმიტომ რომ კარებებს აღებს. მაგრამ რაც არ უნდა 100%-ით გეგონოთ, რომ შიშის მიზეზი გააქვთ, ისინი არიან პროფესორები ფსიქოლოგიაში. იმიტომ რომ პირველ რიგში ისინი ფსიქოლოგიაზე მუშაობენ, რადგან თქვენ გჭირდებათ, როგორც მეთევზე იყენებს ჭიას ანკესად, ისე იყენებს ფსიქოლოგიას მუქი ანკესად. ამიტომ მუქი პირველი, რასაც სწავლობს და რაშიც პროფესიონალი არის ფსიქოლოგია. თუმცა მისთვის ფსიქოლოგია საერთოდ არ არის ინტერესის წყარო. ვინ არის ყველაზე კარგი მეთევზე? ვინც ყველაზე კარგ სატყუარას აკეთებს. თქვენი სატყუარა არის სრულ შიში, რომელსაც გინერგავთ მუქი, რომ შემდეგ ამ შიშის გამო თქვენი ენერგია დასუსტდეს, თქვენი აურა სუსტდება და კარებები იღება. იმიტომ რომ თქვენ იმის პროგრამა შისრუ ექვემდებარებით, თქვენ თავს უხვრით იმ ენერგიას, რომელიც კარებზე გიგაკუნებთ და ნებდებით ამ შიშით ნებდებით და კარებებს უღებთ. ყველაფერთან აქ ხა კიდე მრავალწახნაგობრივი პროცესი მიდის, მაგრამ ერთი წახნაგი რომ განვიხილოთ, ნებდებით და კარებები იღება. როგორ რაღაც ხდება, იცით? რეალურად ესეთი რაღაც ხდება. რაც არ უნდა სიმძიმის დემონი იყოს, 100 მეტრიანი გალავნის ციხესიმაგრე ხარ თქვენ, ნებისმიერი თქვენგანი რეალურად. და 100 მეტრიანი კარებია, დიდი დაჯავშნული, იმას ვერაფერი ვერ გაანგრევს საერთოდ, უფლის შექმნილია. თქვენ აურაზე ვსაუბრობ. და პატარა ჭიანჭველა იქიდან გიკაკურნებთ და გაშინებთ და თქვენ თუ შეგეშინდათ ეს კარები იღება. და თუ არ შეგეშინდათ, ეს კარები არასდროს არ გაიღება. ვერ გაანგრევს ვერაფერი ამ კარებს. აი ესეთი სატირული რაღაც ხდება, მაგრამ თქვენ ამას ვერაცნობიერებთ და შიშს ექვემდებარებით და ამიტომ თქვენივე უმეცრებით უღებთ კარებებს. ამიტომ იყავით მშვიდში იყავით და თქვენი ეს 100 მეტრიანი დაჯავშნული კარები არასოდეს არ გაიღება მუქის მიმართ. უბრალოდ რაც არ უნდა შიშის მიზეზი გქონდეთ, გააცნობიერეთ და გაიხსენეთ ჩემი სიტყვები, რომ ეს არის ცრუ. თქვენ გაქვთ უფლის მიერ ნაბოძები 100 მეტრიანი გალავანი თავის დაჯავშნული კარებით და ამ კარების ქვემოთ დგას ჭიანჭველა, რომელიც ცხოვრებაში ვერ გაანგრევს მაგარებს, თქვენ თუ არ მოგიგვარად ცრუთი და ეს ცრუ არის შიში. ამიტომ ეს გააცნობიერეთ და თქვენ იქნებით უძლეველი. და სასაცილო ის არის, რომ თქვენ ისედაც უძლეველი ხართ. პრობლემა სხვა რამეში, აი ამ უმეცრებაში, რომელიც არ ვიცით. ამიტომ ნუ ვიქნებით უმეცრები და ჩვენში შევიტანოთ მშვიდი და შიში გავუშვით. მარტო შიში კი არა, სტრესი, ეს ყველა ნეგატიური ენერგია იგულისხმება კარების გაღებაში. ესმით? ამიტომ ყველა ნეგატიური ენერგია კარებებს უღებს მას. და როგორც არიფი, მოდი ასეთ ფორმაში ვიტყვი, აღებთ ამ 100 მეტრიან დაჯავშნულ კარებს ჭიანჭველას უღებთ და მე ეს ჭიანჭველა გადაიქცევა დიდ ურჩხულად. იმიტომ რომ როგორც კი თქვენ კარებებს აღებთ, თქვენი ენერგია ადიდებს ამ არსს. ღვთიური ენერგია პირდაპირ ყვებავს ამას და ჭიანჭველის ნათლად ურჩხულად იქცევა მე და მე გიჭირ გაძევება. თან ვერც ამჩნევთ, არც ისით რო არსებობს, თან შენიღბულია. არ ჩანს ის იქ არ ჩანს. ვთქვათ და ჩვენ მოვტყუდით და ეს 100 მეტრიანი დაჯავშნული კარები გაუღეთ ჭიანჭველას, რომელიც შემდეგ გადაიქცა ურჩხულად და ვთქვათ და ადამიანს აქვს შეპყრობა და დაბალი არსი ყავს, რომელიც სულ სტრესში ამყოფებს, კამათში ამყოფებს, ნეგატიურ ფიქრებში ამყოფებს, მელანქოლიაში ამყოფებს. როგორი პროცესი მიმდინარეობს ადამიანში? რა ხდება ამ დროს? შევეხები მეორე ნაწილს. კიდევ რა პროცესები მიმდინარეობს ადამიანში, როდესაც ადამიანს დაბალი არსის შეპყრობა აქვს. არ არის აუცილებელი დემონი იყოს. უამრავი არსი არის, უამრავი ხასიათის და თვისების და ზოგი უბრალოდ ტურისტი არის და ერთობა. ზოგი ენერგიას ჭამს, ზოგი სვრის ისაქმებს და ხო და რა პროცესი მიმდინარეობს, როდესაც ადამიანმა გაუღვა ჭიანჭველას კარები, ეს ჭიანჭველა გადაიქცა ურჩხულად და რაღაცებს ხულიგნობს ეს არსი და ან ადამიანს ანადგურებს და 1000 პროცესებს აკეთებს.
თქვენ უნდა გასუფთავდეთ ბოლომდე. შესაძლოა რაღაცა ნეგატივი ვიღაცაზე თქვას განსაჯოს და ამ მუქმა 10 ჯერ და 100 ჯერ ამოადინოს ცხვირიდან. ეს განსჯა. და მე ესეთი ადამიანები კითხულობენ ხშირად რომ კი, მაგრამ ვიღაცა გვერდით მეგობარმა იმდენი განსაჯა და ისეთი რაღაცეები გააკეთა, რომ ცუდად არ გზნობს თავს და მე რატო გზნობ ცუდად თავსო? და კი ვერ აანალიზებს, რომ იმ ადამიანს შეჭრა არა აქვს და უძლებს მისი აურა და მას შიგნით ყავს ის არსი და ის არსი პატარა ნეგატივსაც არ პატიობს და ცხვირში ადენს. გააცნობიერეთ, ვისაც შეჭრა აქვს. თქვენ უნდა გასუფთავდეთ ბოლომდე. თუ გინდათ ეს პარაზიტი ამოძირკოთ, ძირფესვიანად უნდა ამოძირკოთ. და ძირფესვიანად რო ამოძირკოთ, უნდა გასუფთავდეთ ბოლომდე, რომ ამ სისუფთავეში ვეღარ გაჩერდეს. და მე რო გაძევდება გარეთ, ავტომატურად დაიხურება ეს 100 მეტრიანი კარები მის მიმართ. მაქამდე ის კარები არ დაიხურება. თქვათ ლოცვებს კითხულობთ ესე დაასუსტეთ და გამოხედით და ვიღაცა განსაჯეთ. თქვენ ვიღაცა რო განსაჯეთ და ეს იყო ამის მიზეზი და არა ის რომ თქვენ გინდოდათ მისი განსჯა. გაიგეთ? ესეც უნდა გააცნობიეროთ მაგ დროს. როდესაც განსაჯეთ, ამ განსჯის ნეგატიური ენერგია შევიდა მასში და ისევ გაიზარდა და გაძლიერდა. ჩათვალეთ როგორი რაღაც, იცით? ტოქსიკური მცენარე თქვენი ეზოდან, რომელიც უნდა ამოძირკოთ ფესვიანად და როგორც კი ნეგატივს უშვებთ, ისევ იზრდება. იმიტომ რომ ესკვებავს მას. როგორც კი ლოცვას იწყებთ, პატარავდება და გაქრობას იწყებს, მაგრამ როგორც კი განსჯით ან რაღაც ნეგატივს დაუშვებთ ვინმეს მიმართ და ასე შემდეგ და ის ამისკენ გიბიძგებთ აუცილებლად. იმიტომ რომ უკვე გადარჩენის პროცესში რო არის, უკვე მაქსიმალურად დიდ ენერგიას ხარჯავს, რომ გიბიძგოთ ნეგატივისკენ და ამ დროს ადამიანი ნეგატიურად არის განწყობილი, მაქსიმალურად ცუდი ფიქრები მოდის და ასე შემდეგ. ამ ფიქრებს არ უნდა დაუწვეთ. იმიტომ რომ ამას როგორც კი უწვევთ, ის ისევ ძლიერდება. და ეს რომ ბოლომდე ამოიძირკოს ძირიანად, უნდა შეინარჩუნოთ სისუფთავე და მე რო გასუფთავდებით და გააძევებთ ბოლომდე და დაიხურება ეს 100 მეტრიანი კარები. მე უკვე შეგიძლიათ ცოტა განსაჯოთ თუ მაინც და მაინც ესეთი ჰობი გაქვთ. მაგრამ მერწმუნეთ, განსჯა არის ყველაზე მძიმე ჰობი, რომელიც არის წარმოუდგენლად ცუდი რაღაც თქვენთვის. როგორც კი ეს ადამიანი რაღაც ნეგატივს აკეთებს, ცოტათი მაინც ეს არსი ისევ ძლიერდება და ცდილობს პირველ რიგში რაც გააკეთოს, აწვალოს ეს ადამიანი, რომ ამ წვალებიდან უფრო მეტი ენერგია აიღოს. ზოგი ადამიანი მალე ინკურნება, ზოგს დიდი დრო ჭირდება, იმიტომ რომ ზოგ ადამიანს არ უნდა მუშაობა რაღაცაზე. არ არის მიჩვეული, რომ იმუშაოს. ნელ-ნელად ცდილობს იმუშაოს. ზოგი სწრაფად აღწევს შედეგს, იმიტომ რომ რეალურად ყველა სწრაფად მიაღწევს შედეგს. უბრალოდ ზოგი უფრო მშრომელია, ზოგი არ შრომობს და ნელ-ნელა მიყვება და არ უნდა იშრომოს. ზოგი ისე შრომობს, რომ ერთ კვირაში აკრობს საერთოდ. ზოგი 2 თვეში და 3 თვეში და 4 თვეში, იმიტომ რომ არც სიტყვების კონტროლს აკეთებს კარგად, არც ფიქრების კონტროლს არ ვარჯიშობს და არ აკეთებს ამას. ამის გამო და არა იმის გამო, რომ მას ჭირდება დიდი დრო. და როდესაც განკურნების გზაზე ხართ, თქვენ უნდა გასუფთავდეთ მაქსიმალურად და უნდა დაიწყოთ ფიქრების კონტროლი, სიტყვების კონტროლი, ლოცვები და უნდა განიწმინდოთ. და ის კი არა, რომ დაინფიცირებული ხარ და ნეგატიურად ილაპარაკო, მაგის ფუფუნება არ გაქვს. მაგის ფუფუნება აქვს ვიღაცას, რომელსაც შეჭრა არ აქვს და შენ თუ შეჭრა გაქვს, არ გაქვს შენ მაგის ფუფუნება, იჭიკჭიკო რაღაცეები. და ამას ყველა ვერაცნობიერებს. ამიტომ ეს კარგად გააცნობიერეთ. ზოგადად არც ერთ ადამიანს არ აქვს ამის ფუფუნება რეალურად რომ ეს იჭიკჭიკოს, მაგრამ მაინც შედარებით რო გითხრათ, ვისაც შეჭრა არ აქვს, მას ვერ მოერევა ის ნეგატივი ისე ძალიან, ვიდრე ვისაც შეჭრა აქვს. ეხლა განვიხილოთ მუქების დაბალი არსების მოქმედების პროტოკოლები. როგორ მოქმედებენ და როგორ რეაგირებენ, ვისზე ნადირობენ, რატომ იწყებენ ადამიანზე უფრო მეტი ენერგიის დახარჯვას, უფრო მეტი დროის დახარჯვას და ვიზე აღარ ხარჯავენ ძალას და ვისზე შიგადაშიგ ხარჯავენ ძალას შემოწმების სახით. ძალის დახარჯვა გულისხმობს, რომ შეაცდინონ ნეგატივში გადაიყვანონ. მარტივი რაღაც მოვიყვანოთ მაგალითისთვის. მაგალითად, თქვენ თუ დღის განმავლობაში არის სტრესებით, გავიდა ერთი დღე, მოგივიდა თავში ნეგატიური ფიქრები, არ დაექვემდებარეთ სიტყვების და ფიქრების კონტროლი გამოიყენეთ. გავიდა მეორე დღე, არ დაექვემდებარეთ მუქის რაღაც პროგრამებს. ვიღაცა მოგიგზავნეს ქუჩაში, გეკამათება ვიღაცამ რიგი გადაგისრონ. ყველანაირი პირობა შეგიქმნეს, რომ ნეგატივი დაგეხარჯათ, მაგრამ არ ხარჯავთ ნეგატივს. ეხლა როგორ მოქმედებს მუქის პროგრამა და ქვედაბოსის საერთო სისტემური მექანიზმი, როგორ მუშაობს ქვედაბოსში გულისხმობა სატანა. როგორ მუშაობს? თქვენ რომ არ რეაგირებთ და თქვენზე ამხელა რესურსები დაიხარჯა, იქ ვიღაც ადამიანი მოგიგზავნა, იქ ფიქრებში გამოგიგზავნა ცუდი აზრი, ყველანაირად ეცადა რომ ნეგატივში ჩაეთრიე, მაგრამ ეს შენზე არ მოქმედებს. და ეს ყველა ზემოქმედება დაჯდა ფინანსები, ენერგია. გესმით? და ეს ენერგია არის დანახარჯი და მინუსში მიდის, წაგებაში მიდის. ამიტომ როგორც კი ხედავს დაბალი არსი, ერთიც კი როგორც კი ხედავს, უკვე თქვენზე არის ესე თქვა შეფასების შკალა. ეს რეაგირებს 5%-ით, ეს 100%-ით რეაგირებს, ეს 0%-ით რეაგირებს და აი ამ პროცენტულობის განსაზღვრით გიყურებენ ისინი. და საერთოდ galaktikis მეორე ნაწილიდან მოსული მუქიც რო იყოს, ეს შკალა თქვენზე ჩანს. თქვენზე არის დოსიე გაკეთებული. რაზე რეაგირდით და რაზე არა. რატო იცით? ყველა მუქს აქვს საერთო
საერთო ცნობიერთან კავშირი ქვედა ბოსთან. საერთო ინფორმაციული ველთან კავშირი აქვს და მაგალითად თქვენ თუ რაღაც ნეგატივები გქონდათ მუქებთან გადაკვეთა, ის ინფორმაციები რაზე რეაგირებდით, რაზე არ რეაგირებდით, ჩაწერილია საერთო ინფორმაციული ველში მუქის, ქვედა ბოსის და ცდომა აქვთ მათ. ეხლა როგორი პროცესები მიდის? თქვენ როგორც კი რეაგირებთ მუქის ერთ პროგრამაზე, ორზე, უფრო მრავლდება ეს პროგრამები. და რატო? იმიტომ რომ თქვენ აჩვენებთ პოტენციალს მუქის პროგრამებზე დაქვემდებარების. მაგრამ როგორც კი თქვენ იწყებთ არ რეაგირებას მუქის ნეგატიური პროგრამებზე, თქვენს მიმართ თავდასხმები იხსნება. აღარ გესხვის არავინ თავს, იმიტომ რომ აზრი აღარ აქვს, თან დიდი დანახარჯი მიდის. თქვენზე და ვერანაირი შედეგს ვერ იღებს. თან მისი დანახარჯი შენი გაძლიერება, როდესაც არ ექვემდებარები მუქს. ამიტომ როგორც კი თქვენ იწყებთ სტრესზე დაქვემდებარებას, თუნდაც აი მცირეზე, მაშინვე ორმაგდება, სამაგდება ნეგატიური მოვლენები, იმიტომ რომ პოტენციალი ჩანს უკვე რომ თქვენ დაქვემდებარება გააქვთ. გამოჩნდა ველზე რომ ეს ამაში რაღაც კარგი საბადო არის, ამოღება შეიძლება ენერგიის. თუ ერთი თვე ნეგატივზე არ რეაგირებდით და ერთი თვის შემდეგ უკვე ყველაფერი გასუფთავ და თქვენ ცხოვრებაში არაფერი არ ხდება. მაგრამ შიგადაშიგ წვეთად ყოველთვის ავტომატურ რეჟიმზე სისტემა მექანიზმი დაბალი არსის გიგდებთ რაღაც ნეგატიურ პროგრამებს, რომ შიგადაშიგ შეამოწმოს აბა რამდენად წამოეგება მახეებს. და როგორც კი თქვენ ერთ ანკეს წამოეგებით, მაშინვე ხუთი ანკესი ჩამოვარდება წყალში და უამრავი თავდასხმა მრავლდება. მე ამ თავდასხმებს თუ დაექვემდებარებით, მეტი და მეტი მოდის. იმიტომ რომ თქვენ აჩვენეთ პოტენციალი, რომ შეგიძლია ენერგია გასცე მუქის მიმართ და წაირთვა ენერგია, მოდი ესე ვთქვა. ამიტომ გააცნობიერეთ ეს სისტემური მექანიზმი, როგორ მუშაობს და როდესაც ნეგატივში ხართ, მაგ დროს უნდა შეიკავოთ თავი და გადააგოროთ ეს რომ არ გაამრავლოთ ეს, თორე ისინი როგორც კი დაინახავენ თქვენში პოტენციალს რომ ნეგატივს დაწვავთ, 10-ს გამოგიგზავნიან, 20-ს გამოგიგზავნიან. როდესაც ხედავენ რომ აზრი არ აქვს თქვენთან ბრძოლას, უკვე ენერგიასაც აღარ ხარჯავენ და იმასთან ხარჯავენ, ვინც ექვემდებარება მათ ნეგატივებს. ვიზუალური მაგალითი რომ მოგიყვანოთ, წარმოიდგინეთ ხართ მდელოზე და სადღაც ბალახში დაფრენილი არიან სვავები და როგორც კი თქვენ სტრესს იწყებთ, ჯერ აფრინდება 10 სვავი და მოფრინდება თქვენთან და ამ ნეგატიურ ფიქრებს გესვრით. როგორც კი ეს 10 სვავი გამოიკვებება, შემდეგ უკვე 20 სვავი მოფრინდება, შემდეგ 30, შემდეგ 50 და თუ მაგალითად ეს 50 სვავი უკვე მოფრენილია ადამიანთან და ნეგატივებში ყავს, საკმარისი ადამიანმა ნეგატივები შეწყვიტოს, რომ ეს სვავები ისევ გაფრინდებიან საიდანაც მოფრინდნენ. რადგან იქ უკვე აღარაფერი აღარა შესაჭმელი, აღარ ყვებავს. მერე ისევ თუ იწყებს ადამიანი ნეგატივს, ჯერ 2 სვავი მოფრინდება, მერე 3 სვავი, მერე 5, 6, 7 და 10 და 30 და გააჩნია კიდე რამდენი დაბალი არსი. როგორც კი საკვები ქრება, როგორც კი ადამიანი მშვიდში გადადის და ბალანსში და სიყვარულში, მაშინვე მიდიან უკან, იმიტომ რომ იქ გამოსაკვები არაფერია და თან დიდი შიმშილი აქვს და ესე არ გაჩერდება ის. მერე ამ დროს ადამიანები ბრაზდებიან, ეხა მაგალითად როდესაც გაიგებენ მუქი ესე და მუქზე პირადულად ბრაზდებენ, ეს არ არის არაფერი პირადული და არც რაღაც პირადული განზრახვები არ მიმდინარეობს დაბალ არსებთან. ამათ არ აქვს თქვენს მიმართ არანაირი ემოცია და გრძნობა. დაივიწყეთ თქვენი ადამიანური აღქმა. ამას მიუდექით ცივი გონით და გააცნობიერეთ, როგორც თქვენ არ გაქვთ ბროკოლის მიმართ განცდა, ისე არ აქვს მას თქვენს მიმართ განცდა. ერთადერთი რისთვისაც გაწვალებთ, ის არის რომ თქვენგან ენერგია ამოიღოს და ყოღო გაჯდება, გაფრინდება, ავტომატური მექანიზმებით არის. უბრალოდ თავის ფუნქციას ასრულებს სისხლი ამოწოვოს. მიხვდით რას გიხსნით? ყოღოს თქვენს მიმართ რაიმე პირადული აქვს, გაბრაზება აქვს, რამე მოტივები აქვს, გარდა იმისა რომ სისხლი ამოგწოვოთ? არა. ამიტომ გააცნობიერეთ, რასთან გაქვთ საქმე, როგორ უნდა მიუდგეთ ამ არსებს და როგორ დაიცვათ აქედან გამომდინარე თქვენი თავები, ცოდნით, შემეცნებით, ცნობიერით და მუშაობით ამაზე, გაცნობიერებულად. ფიქრების კონტროლი, სიტყვების კონტროლი, განწყობის კონტროლი და სხვა სისუფთავეების შენარჩუნება შიგნით.